მოგესალმებით, ჩვენი შუაღამე ეთერშია და დღეს არის უკვე მე-16 დღე, რაც სინდისის პატიმარი, ერთადერთი ქალი პატიმარი ზია ამაღლობელი არის უკანონოდ დაკავებული და ის შიმშილობს. დღეს არის უკვე შიმშილობის მე-16 დღე და არ ვიცი, ზია ამაღლობელი მართლაც არის სიმბოლო სიმართლისთვის ბრძოლაში, არ ვიცი, მე ისედაც ჩვენ ამაყურებელმა უკვე კარგად იცის, თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენებ, ზია ამაღლობელი არის ბათუმელების და ნედგაზეთის დამაარსებელი და დირექტორი, ადამიანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა სიმართლისთვის ბრძოლას, ადამიანი, რომელიც ყოველთვის დამოუკიდებლად და ობიექტურად აშუქებდა სიმართლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველთვის იბრძოდა თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისაც დახმარება და სიმართლის გაჟღერება და ხმის გაჟღერება სჭირდებოდა, დღეს ის გააჩუმეს და არ ვიცი, ჩემი გადმოსახედიდან მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა ყოველთვის თვალს ვადევნებ მის მედიებს და ესე შორიდან და მოსმენილიც მთელი ამ 16 დღის განმავლობაში რაც გვაქვს და თვითონ ის ფაქტი, როგორც ეს ქალი დააკავეს, რაღაცნაირად სიმბოლო არის რა, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ სიმართლეს ლაპარაკობს, სწორედ მას აჩუმებენ ყველაზე უფრო მკაცრად და რაღაც მართლაც საზარელი მეთოდებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად მზიაზე, გვეყოლებიან ძალიან საინტერესო სტუმრები, თუმცა სანამ ამ თემაზე გადავალთ, ბოდიში ყველაფერზე მე დავიწყე საუბარი, სანამ ამ თემაზე გადავალთ, არაფერი ხომ მინდოდა მოკლედ მომეყოლა. ხო, მთავარი არხის განცხადებაზე შენ თქვი რამდენიმე სიტყვა და მეც. ხო, ნუ სანამ შენაბავზე გადავალთ, მთავარი არხის განცხადება პრინციპში არაფერი ისეთ სიახლე არ არის, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ითქვა მანამდეც, უბრალოდ რაღაც სიახლეები იმ კუთხით მიემატა, რომ კიდევ უფრო გართულდა რაღაცეები, იგივე მაგალითად რეგიონებში დაფარო აღარ არის და თუნდაც იგივე რეკლამასთან დაკავშირებული პრინციპში განცხადებაში ყველაფერი განმარტებული არის, მე ვერაფერს ვერ დავამატებ, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა მეც რაღაცებს ვიგებ ესე. ანუ აქედან გამომდინარე, თუმცა ნუ რეალურად რა თქმა უნდა მაშინვე გახსენდება ის დასაწყისი, როგორც ვიწყებდით და როგორც მივდიოდით და ნუ იცი რა არის იმ ფონზე რაც ხდება, თან მიჭის რომ რაღაცნაირად აღშფოთდე რა, იმიტომ რომ ეხლა ვითომეტეს ისეთი რაღაცეებია და იმდენი მომენტია, რაზეც უკვე აღშფოთდი და უკვე რაღაცნაირად ძამძიმე მოვლენებია, რომ მაგის მერე ხა ცოტა მიჭის კონცენტრი და რაღაცა ერთზე, მაგრამ არ ვიცი, ალბათ დროთა განმავლობაში გამოჩნდება ჩვენი არხის ბედი და არა მარტო ჩვენი არხის ბედი, ხო? ანუ თუ ვინმეს გააზრებული არ აქვს, ეხა ჩვენ ქალბატონ მზიაზეც ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად, ანუ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ იმდენ რამეს შეეგუა ხალხი და იმდენი რამე მოხდა, რომ არა აქვს. მე ეჭვი მეპარება, რომ ბევრმა ადამიანმა იცოდეს საქართველოში შიმშილობა ზოგადად რას ნიშნავს. შინაარსობრივად რა არის, რა აქტია, რა იგულისხმება შიმშილობაში, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი, რა შემთხვევაში ეს შიმშილობა თუ რა შემთხვევაში ეს არ არის შიმშილობა. ამაზე უფრო დეტალურად მე ვისაუბრებთ, მაგრამ ეს მაგალითია იმისი, რომ ხო, ანუ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ესე გადაავდნენ და იძახდნენ და ხუმრობდნენ, რომ ეს არის ჩელიაბინსკი გათენდა, გავიღვიძე ჩელიაბინსკში, არა, იღვიძებ, ყოველდღე იღვიძებ, ჩელიაბინსკი რა არის, სიმბოლური ნათქვამი, მარტო ჩელიაბინსკში არქიტექტურა არ არის, აქ ჩელიაბინსკის ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სხვა შემთხვევაში თქვათ რა არის, ავტორიტარიზმი, ხალხი ჩაგრება, წამება დაბრუნდა საქართველოში, აბა მეტი რას ეძახი ვერ გადახედო, რატო ვადარებთ იმ რუსეთს, იმიტომ კი რომ ვადარებთ, რომ მართლა ბუნებით გავართ, იმიტომ რომ იქ ზუსტად იგივე წყობისკენ მივდივართ და იგივე აგერ ბელორუსიაში აიღეთ ახლა 4 კანდიდატი ყავდა ლუკაშენკოს თავის გარდა. ფარსი ხო? 93% აიღო. ძაღლთან ერთად მიისერნა, მისცახმა იქ არისო. თან თქვა რომ დავიღალე კაც 30 წელია მე ვარ. ხო, დაიღალა რა, სხვას უნდა გადასცეს, მაგრამ არ გამოჩნდა არავინ კაც აქაურობის არ იყოს, არ გამოჩნდა. რანაირად გამოჩნდება, როგორ შეიძლება დამპალ იმაში ნაყოფში ასე თქვა რაღაცა დაიბადოს, ისეთი დამპალ ნაყოფში გულისხმობ თქვა ამ ხელა გაშავებას ყველასაც და ასე შემდეგ, რა ვიცი. თუმცა ნუ უბრალოდ ბოლოს ვიტყვი იმას, რომ არ მიკვირს, იმიტომ რომ წლებია, ვიძახდით, წლებია, ამბობთ რომ შეიძლება ეს პერიოდი დადგეს და დადგება. მე რომ ამბობ რომ დადგება, მაგრამ იქ ვართ, სადაც უკვე რეალურად ადამიანის უფლებები არაფერს აღარ ნიშნავს, ყველაფერი არის სიმბოლური, აღარ სასამართლო, აღარც არაფერი და დიახ, ხო, ერთ-ერთი მეც გამოვეხმაურები ჩვენი არხის განცხადებას. ჩვენთვის აქ მომუშავე ხალხისთვის ეს ახალი და რამე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნამდვილად არ არის, ჩვენ ამაში უკვე ძალიან დიდი ხანია ვართ. ერთ-ერთი რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით თქვა, ჩვენ ვიმუშავებთ იქამდე, სადამდეც ამის შესაძლებლობა გვექნება და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენამდე მოგაწოდოთ, მოვიტანოთ თქვენამდე ინფორმაცია და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აუცილებლად გავაჟღეროთ თქვენი ხმაც ჩვენი ტელეეთერებიდან და ამას გავაკეთებთ იქამდე, სადამდეც შევძლებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დიდხანს შევძლოთ. რაც შეეხება ჩემ ამბავს, არაფერი მოკლედ მინდოდა მომეყოლა
კიდევ უფრო არ ვიცი ხო ძალიან ბევრ ფრონტზე ხდება ბევრი რამე ხა ცოტა ხნის წინ რამდენიმე ვიდეო გავრცელდა რომ თბილისში ვიღაც ადამიანები დასდევენ ახალგაზრდა ბავშვებს ართმევენ ტელეფონებს ემუქრებიან აქციაზე ხო არ იყავი ეკითხებიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები მე ამ ბავშვებმა გამოიძახეს პოლიცია მე აღმოჩნდა რომ თურმე ესენი თანამშრომლები არიან ანუ აბსოლუტური კრიმინალი ასევე მინდა მოუყვე ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტების შესახებ ვიყავი ბათუმში და შევხვდი ამ სრულიად ფანტასტიკურ სტუდენტებს, ბავშვებს, რომლებიც არ ვიცი, ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მებრძოლები არიან დღეს, იმიტომ რომ რამდენიმე ბავშვი უკვე ათენებენ ღამეებს კატასტროფულ პირობებში, თუმცა მე არ მინდა ეხა იმ რაღაც ძალიან ბევრ ნიუანსზე და დეტალზე მათ გარეშე ვისაუბრო, თუმცა აუცილებლად რაღაც მომენტში, როცა მათ ამის სურვილი ექნებათ, დავუკავშირდებით მათ და ჩავრთავთ და ისინი თავად მოგიყვებიან, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გამოკეტილები აი ამ შენობაში, სადაც ძალიან ბევრი ზეწოლა ხდება მათზე ყოველდღიურად, მაინც შეუპოვრად და პრინციპულად იბრძვიან ესენიც სიმართლისთვის. და ესენიც იმისათვის, რომ მათი ხმა ისმოდეს, მათი ხმა ჟღერდეს, ხვალ არის დეკანის და სტუდენტების სასამართლო პროცესი, მათ აქვთ იმედი, რომ გამოუშვებენ, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ძალიან გვინდა, რომ მართლა იქნებ რომელიმე მოსამართლეს ოდესმე გული ან გონება გაუნათდეს და კეთილგონიერი ნაბიჯი გადადგას, თუმცა ჯერჯერობით ამის ტენდენცია ნამდვილად არ შეინიშნება, სულაც პირიქით, მაგრამ ნახოთ, წინასწარ მაინც ნოვისაუბრებთ, წინასწარ მაინც ნურც ზედმეტად კარგ და ნურც ზედმეტად ცუდ მოლოდინებს ნუ შევიქმნით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონებში არის უამრავი ადამიანი, რომლებიც იბრძვიან სიმართლისთვის და მათთან გვერდში დგომა, მათი ხმის გაგონება, ის რომ მათი ხმა ისმოდეს მთელ საქართველოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იცოდნენ მათ, რომ ისინი მარტონი არ არიან, ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში, ეხა კრიზისული და რთული მომენტია, მაგრამ მე მჯერა ქართველი ხალხის პრინციპულობის, კეთილგონიარების, ჩვენი სიმართლის, ჩვენი რწმენის და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავარღვევთ ამ რაღაც ბოროტების კედელს და უბრალოდ იმის იმედი მაქვს, რომ გავარღვევთ მალე და გავარღვევთ დანაკლისების და მსხვერპლების გარეშე. მოდი მე მგონი ჯობია გადავიდეთ ჩვენს სტუმრებთან, მე წარვადგენ დღევანდელ ჩვენს სტუმრებს. გვანცა ჯობავა, ინტელექტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ლია ჩახუნაშვილი, ჟურნალისტული ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და ტატო ქელბაქიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის საინიციატივო ჯგუფი დამკვირვებლები, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ხო, არ ვიცი, მართლა ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მზია, ეს არის ქალი, რომელიც დღეს არის სიმბოლო სიმართლისთვის ბრძოლაში და რაღაცნაირად უცნაურია რა, ჩვენ კი ამას ვხედავთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამას არ იგონებს, მაშინ როდესაც აი გვანცა ამაზე კარგად მოგვიყვება მაშინ როდესაც მარია რესა უდიდეს პრეზენტაციაზე, შეხვედრაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მარია რესა საუბრობს მზია ამაღლობელზე, იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელმაც დაწერა ეს ძალიან საინტერესო წიგნი, რომელიც არის თარგმნილი ქართულად და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მით უმეტეს დღეს ყველამ წავიკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო წიგნია. ეს არის ქალი ავტორი, თვითონ ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ბევრი რთული გამოცდილება აქვს დიქტატურასთან და მსგავს მოძალადი რეჟიმებთან ბრძოლაში. ეს გამოცდილება მას აქვს და მან იცის ძალიან კარგად, რას გადის ახლა მზია და ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი იყო, როდესაც გავიგე, რომ მარიამთან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის მზიას ახსენებს და ძალიან მაღალი ტრიბუნიდან. კი, ძალიან მაღალი ტრიბუნიდან და ხო რაღაც ის არის რა, თითქოს რაღაცნაირ ეგეთი განცდა გამიჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში სიმართლე არის ერთი და ყოველთვის აი ამ ერთ სიმართლეს ებრძვის ბევრი სხვადასხვა ბინძური ძალა იმისთვის, რომ ჩაახშოს ეს სიმართლე, მაგრამ მარია რესას შემთხვევაში მაინც ეს არის ადამიანი, რომელმაც გაარღვია რაღაც მომენტში და ამაზე ელაპარაკება მთელ მსოფლიოს და საქართველომდეც კი ჩამოვიდა ეს ინფორმაცია და ეს წიგნი დღეს ჩვენთან არსებობს ქართულად ნათარგმნი. ბოდიში ცოტა გამიგრძელდა სიტყვა. გვანცა რომ მოგვიყვე აი თვითონ შენი წარმოდგენით ამ წიგნის მნიშვნელობის შესახებ და იმის შესახებ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ეს ავტორი, როდესაც მზიაზე ასეთი ტრიბუნიდან საუბრობს.
მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სოლიდარობა მზია ამაღლობელს პირველ რიგში ამით დავიწყებდი სოლიდარობა და მთელი ჩვენი მხარდაჭერა და მთელი ჩვენი გული და სული რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ რომ დღეს აი ახლა ამ მომენტში ამასე მნიშვნელოვანი რამე ხდება, იმიტომ რომ საუბარი არის ადამიანის სიცოცხლეზე და იმაზე რომ თვითონ ჩვენგანი პასუხისმგებლობა უკვე აღარაფერს საუბრობ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე, რომელმასაც ნამდვილად არ აქვს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული და ჩანდაცვის მინისტრის ეპიზოდი დღეს აი ამის პირდაპირი ნიმუში იყო, იმიტომ რომ რას უნდა მოველოდეთ ადამიანებისგან, ადამიანი რომელიც სამედიცინო სისტემას ემსახურება და არანაირი თანაგანცდა არ აქვს ადამიანის რომლის ჩართულობა დღეს საფრთხეშია. პასუხისმგებლობაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. მაგრამ ავიცნო მინდა რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამასთანავე ქალბატონ მზიას, იმიტომ რომ მას აქვს სამაგიეროდ გააზრებული მისი ბრძოლის არსი რა არის ის მე ვიტყოდი რომ დღეს არის საქართველოში კრიტიკული მედიის სინდისი და აი თქვენ ახლა საუბრობდით რა ხდება თქვენს ტელევიზიაში და სწორედ ამისთვის იბრძვის დღეს და ეს შიმშილობაც და ეს მსხვერპლს შეწირვა ჟურნალისტი ქალისგან სწორედ ამას ემსახურება რომ დაიცვას აი ამ ქვეყანაში კრიტიკული მედიის ღირსებაც და თავისუფლებაც და შეუძლებელია რომ ჩვენ ამას არ ვხედავდეთ და არ ვაფასებდეთ, მაგრამ ამასთანავე გული არ გვისკდებოდეს. პირდაპირ შეიძლება თქვათ რომ აი ყოველი დღე არის კრიტიკული და ყოველ დღე ჩვენ რო ვიღვიძებთ ერთადერთი ფიქრი გვაქვს რომ აი როგორ არის ეს ადამიანი, იმიტომ რომ ამის შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია. მე გუშინ ვიყავი ბათუმში დღეს დავბრუნდი და აი სწორედ ამ წიგნზე გთხოვეს იქ აქციაზე საღამოს რო გვესაუბრა, გქონოდა ამ წიგნის განხილვა მთარგმნელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად, მაგრამ იქამდე გქონდა შესაძლებლობა რომ მზიას კაბინეტში შევსულიყავით ბათუმელების რედაქცია მოგვენახულებინა და უშუალოდ მისი კოლეგებისგანაც მოგვესმინა რა მდგომარეობა, ვიცით რომ არ გვაქვს ინფორმაცია და არაფრის თქმა არ შეგვიძლია როგორ არის და როგორია მისი მდგომარეობა დღეს, მაგრამ აი საოცარი იყო იმის ნახვა, როგორ თავგანწირულად მუშაობენ, შრომობენ ეს ადამიანები, მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რომელშიც ახლა ისინი არიან, იმიტომ რომ აი მათზე უფრო მეტად არ ვიცი ხა ვინ განიცდის ამ ყველაფერს და თქვენს კიდეც რომ აი ეს წიგნი მომეჭირა ხელში მარია რესას როგორ დავამარცხოთ დიქტატორის სასამართლო პროცესზე, ჩვენთვის ეს იყო სიგნალიო, მესიჯიო, რომ ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და დაუღალავად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიცვათ თავარი სიმართლე ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც დგას დღეს რუსთაველზე უამრავი ადამიანი და რისთვისაც 53 პოლიტპატიმარი ციხეშია და ასეთი კრიტიკული ვითარებაა ჟურნალისტი ქალის შემთხვევაში. მარია რესა მართლაც უმაღლესი ტრიბუნიდან ისაუბრა ვატიკანში ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც კონკრეტულად კომუნიკაციების მიმართულებით იყო და ბევრი ჟურნალისტი და ავტორი მონაწილეობდა კიდეც და ესწრებოდა და ეს იყო ანუ საოცარი გამოსვლა იყო, ძალიან ამაღელვებელი და ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მარია რესაცაც ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის ერთხელ იყო საქართველოში ივნისში და რამხელა თანაგანცდა გაუჩნდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ გაიცნო პირადად ადამიანები, რომლებიც მაშინაც და დღესაც იბრძოდნენ აი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში და როდესაც მან გაიგო მზია ამაღლობელის შესახებ, აი რო შეხვიდეთ მის X-ზე ყოველი მეორე პოსტი, ტვიტი ეძღვნება მზია ამაღლობელს, აზიარებს მაქსიმალურად ყველანაირ ინფორმაციას, იმიტომ რომ მისი კოლეგის ბრძოლას ხედავს და ხედავს იმ მნიშვნელობას, რომ მას როგორც შეუძლია საზოგადოებას ფართოდ მიაწოდოს ინფორმაცია მზია ამაღლობელის გმირობის შესახებ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, არ ვიცი, ეს არის გმირობა, რა თქმა უნდა. ამ წიგნს რაც შეეხება, ხო, ძალიან ბევრი პარალელი არსებობს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ფილიპინებზე ამ წიგნში საუბარი, თუმცა არა მხოლოდ ძალიან ბევრ ქვეყანას მოიხილავს, როგორც ამერიკას, ისე ბრექსიტის დროს დიდ ბრიტანეთს და ასე შემდეგ საუბრობს, მათ შორის უკრაინაზე, რუსეთზე
პროტესტზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი რამდენად მძიმეა რომ ჩვენ გავიაზროთ რომ აი ეს პარალელები რომელიც ამ ციკლშია როგორ პირდაპირ გვეხება და როგორ მნიშვნელოვანი, რაოდენ მნიშვნელოვანია რომ ასეთი ტიპის წიგნებს ვკითხულობდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ერთგვარი იარაღი იმისთვის რომ ჩვენ მზად ვიყოთ იმ მოცემულობისთვის რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არის მზიამ იმით რომ მას ხელში ეჭირა ეს წიგნი და ზოგადად წიგნი ასევე თქვა საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად რომ ნუ ერთის მხრივ ცხადია გვითხრა რომ დღეს ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ დიქტატორი ჩვენს ქვეყანაში დამარცხდეს მაგრამ მეორეს მხრივ მანაჩვენა რომ ჩვენი ძალა არის გონიერებაში ჩვენს ინტელექტში ჩვენს ჭკუაში და ეს ყველაფერი თუ რამ გაგვაჩნია და უამრავი ნიჭიერი ადამიანი დგას ხო დღეს პროტესტზე ყველამ უნდა მივმართოთ ამისკენ იმიტომ რომ ჩვენ შიშველი ხელებით ვიბრძვით ჩვენ იარაღი არ გვიჭირავს ხო ჩვენ გვირტყავენ ჩვენ გვასისხლიანებენ ყველთელს ამ ძალადობას იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ პოლიციურ რეჟიმს იყენებენ ხალხის წინააღმდეგ და ხალხს რა შეუძლია ხო ზიამ გითხრა რომ ჩვენი გონება უნდა გამოვიყენოთ ჯერ ერთი მივხვდეთ ვინც აქამდე კიდე არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ვერ მიხვდე რა დღეშია ჩვენი ქვეყანა როცა დეკემბერში უყურებდი ამ კადრებს როდესაც ვხედავთ ყოველდღიურად რა ხდება სასამართლოში და რას უკეთებენ 18, 19 და 20 წლის ბავშვებს რა დღეში არიან მათი ოჯახები და არ გქონდეს აი ამის განცდა ან სურვილი არ გქონდეს რომ ცოტა იმაზე მეტი გაიგო ვიდრე რეალურად ხდება ამიტომ დღეს არის მნიშვნელოვანი რომ ყველამ ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენი გონება გავაერთიანოთ იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება ამ ქვეყანაში ხვალ იყოს ბევრად უკეთესი არ ვიცი მე ამაზე უარესი არსებობს ნორმალურ ჩარჩოებს რომ უბრალოდ რომ დაუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას მე ერთი მინდა ვახსენო აი გუშინაც რამდენჯერმე ვახსენეთ მზიასთან კონტექსტში რომ მე ვარ თარგმნელი ანა პოლიტკოვსკაიას წიგნის პუტინის რუსეთი და აი ნამდვილად არ მეგონა რომ 2014 წელს ვიმუშავე ამ ციკლზე ნამდვილად არ მეგონა რომ გავიდოდა 10 წელი 10-11 წელი და ჩვენ შეიძლება საქართველოში qolოდა ჩვენი ანა პოლიტკოვსკაია ანუ კი ანა სხვა გზით მოკლეს პირდაპირ იარაღი დაუმიზნეს და მოკლეს მაგრამ ჩვენ გავართ იმ რეალობის წინაშე რომ ჩვენს თვალსა და ხელშუა გვიკლავენ ადამიანს ნამდვილად და ჩვენ გვაქვს დღეს შანსი რომ ეს არ დაუშვათ იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ეს რა ვიცი მე მგონი ანა პოლიტკოვსკაიას ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს ამ ქვეყანაში და მისი ისტორია იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა და ჩვენ როგორ შეიძლება ესეთი გამოცდილებები გქონდეს და ეს არ გავითვალისწინოთ და ჩვენ სასიკეთოდ არ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ეს ცოდნა და გამოცდილება არ გამოვიყენოთ ამიტომ მე ერთადერთს ვიტყოდი რომ ყველანი უნდა არ ვიცი გუძე კაცი დავდგეთ და მთავარი ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას გადაურჩინოთ იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ერთი ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი მაგრამ კიდევ უფრო მეტად როდესაც ადამიანი ჩვენს თვალწინ აი მსხვერპლ შეწირვას ეწევა საკუთარ თავს დებს სამშობლოსთვის რაც ძალიან დასაფასებელია მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენ ამას მშვიდად ვუყუროთ არავითარ შემთხვევაში და მშვიდად უყუროთ კი არა არ შეიძლება რომ უბრალოდ დაუშვათ მსგავსი რამე ეს ყველა შემთხვევაში ამის წინააღმდეგ ხან იცი რა არის ბოლომდე ვერც გავიაზრებთ აი როცა ფიქრობ ეგეთი ადამიანების თქვათ ფსიქიკა როგორ არის მოწყობილი ან თქვათ მიზანი ახლა ყველას გასაგებია რა არის მაგრამ იგივე ანა პოლიტკოვსკაიის ჩანაწერებიც რომ ნახოთ თქვათ მისი მოგზაურობა ჩეჩნეთში ან როგორ ემუქრებოდნენ ანუ აი გარანტირებულად იცი რომ მოკლავენ აი გარანტირებულად იცი ანუ ყველაფერი მაგითგემის რომ მოკლავენ მაგრამ მაინც არ ვიცი რა მანქანებით მინდა და წინ ამით იმის თქმა მინდა რომ რიგითი ადამიანი უბრალოდ ამას კითხულობდა რომ უყურებ ფიქრობ რომ აი რა ძლევდა ამ ხელს ანუ ესე როგორ უპირისპირდებოდა ესე არა მარტო ის კიდე უამრავი ჟურნალისტია თუნდაც რუსეთში რომელიც აი ესე პირდაპირ მოკლეს და თან ცინიზმი ამ ყველაფრის აი მკვლელობების ამ მოწამლების არის ნუ აი ზეცინიზმი იმიტომ რომ რეალურად კონკრეტული ადამიანების დაბადების დღეებზე
ჩუქნიდნენ აი ამ ადამიანებს რა. იგივე ბორის ნემცოვი მაგალითად, აი ეგ იყო, რომ ბორის ნემცოვი პირდაპირ ესე კრემლთან, ქალბატონთან ერთად იყო, როცა გააგორეს. აი და დაბადების დღეზე იქ პატივისცეს, ასე ვთქვათ, რომ თავი მიართვეს რაღაც შუა საუკუნოვანი. ისევე როგორც ანა პოლიტიკოსი პუტინის დაბადების დღეზე. ზუსტად პუტინის დაბადების დღეზე მოკლეს, ასე რომ ძალიან ძიმე ისტორია და რა თქმა უნდა ეხა აქ არის ჰუმანური ფაქტორიც, როგორ შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ეს განმეორდეს, მაგრამ აი ეხა ქალბატონელია თქვენ 25 წელია ხო მე მგონი რაც ქალბატონ ზიას იცნობთ და პირველ რიგში რომ კი ვიცით და ბევრი ვნახეთ და ჩვენი ყველას დაკვირვება გვაქვს თუ როგორი არის ქალბატონ ზია, მაგრამ მე პირადად მაგალითად დავისწრებ. პირველ რიგში შეგიძლიათ თქვათ გითხრათ როგორ ახერხებს, ანუ როგორი ადამიანია ის, მე მართლა მაინტერესებს, ანუ როგორ შეგიძლიათ ის დაახასიათოთ 65 წლის განმავლობაში? ზიასთან მაკავშირებს 25 წლიანი პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა. ფაქტიურად მე თვალს ვადევნებდი, როგორ აგურ ქმნიდა ეთერ თურაძესთან ერთად ჯერ ბათუმელებს და შემდგომ ნეტგაზეთს. ორივენი მზიაც და ეთერიც არიან ყველაზე პატიოსანი ადამიანები, არ ვიცი, ვინც კი ცხოვრებაში შემხედრია. ყველაზე წესიერი ადამიანები, ძალიან კეთილსინდისიერი მოქალაქეები, სულით ხორცამდე ჟურნალისტები. ყველაზე მიუკერძოებელი. ძალიან კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვს ყველა ადამიანის გასაჭირი და აკეთებდნენ ისინი ყველაფერს, რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ იმისთვის, რომ არავის სიმართლე არ დაკარგულიყო. ფაქტიურად 4 სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ისინი უმკლავდებოდნენ ერთად ძალიან დიდ ზეწოლას, დაწყებული ასლან აბაშიძის პერიოდით, შევარდნაძის პერიოდით, შემდგომი ხელისუფლებების პერიოდში. ისინი აკეთებდნენ გამოძიებებს, აშუქებდნენ სოციალურ საკითხებს, იცავდნენ კულტურულ მემკვიდრეობას, ძალიან მრავალფეროვანი იყო ის თემატიკა, რასაც აშუქებდა ბათუმელები და ბუნებრივია, ისინი ძალიან ბევრ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ამითი დისკომფორტს უქმნიდნენ და აწუხებდნენ. იყო უამრავი მუქარა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თქვენ კითხვა დასვით რა აძლევს ძალას, სიმართლე არის ძალიან დიდი ძალა, როდესაც შენ დარწმუნებული ხარ შენ სიმართლეში. მზია ამ ჟურნალისტიკით ცხოვრობდა, სუნთქავდა და მისთვის სხვა არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ემსახუროს თავისი პროფესიის მეშვეობით. ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ მზიას და ეთერს ძალიან კარგად. მზია უფრო ადმინისტრაციულ საკითხებზე იყო ფოკუსირებული, ეთერი არის საუკეთესო რედაქტორი და იცით ალბათ ცოტა ხნის წინ ეთერს გადავეცით პროფესიული მიღწევებისთვის ეთიკის ქარტიის და მედიის ადვოკატირების კოალიციის ჯილდო. გამორჩეული მედია მენეჯერი და რედაქტორია ბათუმელების და ნეტგაზეთის უკან. სხვა რა შემიძლია ვთქვა, უაღრესად წესიერი ადამიანი. თვითონ ის ფაქტი საერთოდ ზოგადად თვითონ დაკავების მომენტში რაც ხდებოდა. ეს ფაქტი ყველაფერი მეტყველებს მის ძალაზე, მის პრინციპულობაზე და მის სამართლიანობაზე. დიახ, ეს რაც ხდება მზიას მიმართ არის ძალიან დიდი უსამართლობა. დავიწყოთ იმითი, რომ მზია აქციებში მონაწილეობისგან თავს იკავებდა ყოველთვის იმის გამო, რომ თავისი მიკერძოებულობა მიუკერძოებლობა არ დაერღვია. ამ აქციაზე მივიდა მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი დააკავეს ციალა ქათამიძე, რომელიც იყო აჭარაში სახელმწიფო დამცველის წარმომადგენელი რამდენიმე წლის განმავლობაში. და ის ქმედება, რაც მზიამ გააკეთა, მან დამხმარე ნაგებობას პოლიციის შენობასაც არა, დამხმარე ნაგებობას ღობის მიმდებარედ მიაკრა სტიკერი, რაც არ არის ადმინისტრაციული სამართლით დიახ, დასჯადი ქმედება, ანუ იმ კანონში, რომელიც დეკემბერში მიიღეს, სტიკერი არ ფიგურირებს საერთოდ, იმიტომ რომ ეს არაფერს არ აზიანებს, მზიამ რომ გააკრა, ეს ძალიან მარტივად ააძურეს ამ კედელს არანაირი ზიანი არ მიდგომია. ანუ მის დასაპატიმრებლად არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, არანაირი უფლება არ ჰქონდათ ის დაეპატიმრებინათ და დაპატიმრების შემდეგ
მზია გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ანუ მას შემდეგ რაც პირველად დააპატიმრეს და ადვოკატებს არ უშვებდნენ, იქ ყოფნისას მზია შეესწრო თუ როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად პოლიციელები და კონკრეტულად ბათუმის პოლიციის უფროსი გებუაძე დაკავებულ ადამიანებს მისთვის წარმომიდგენია როგორი მძიმე იყო ამ ყველაფრის მოსმენა, გაგება, დანახვა და როდესაც ის გამოუშვეს და გარეთ იდგა სრულად მშვიდობიან სიტუაციაში მასთან მოვიდნენ მისი ახლობლები მოსაკითხად რომლებიც ასევე აქციაში არ მონაწილეობდნენ უბრალოდ მზიასთან მოვიდნენ და მოულოდნელად გამოცვივდნენ პოლიციელები ცხადია მათი მიზანი იყო რაღაც პროვოკაციის მოწყობა ისინი შეეცადნენ რომ ახალგაზრდები დაეკავებინათ დაეპატიმრებინათ და აი ამ პროცესში ამ გამოწევაში მოხდა ის რაც მოხდა მე საერთოდ არ ვიცით გებუაძეზე რა უნდა ვთქვა ეს არის ჩვეულებრივი სადისტი ჩვენ გვაქვს ადამიანები ვიცით მონაყოლი ადამიანების რომელსაც ის თვეების განმავლობაში დაკავებისას სასტიკად ექცეოდა ჩვენ ვიცით ის მზიას როგორ უნდა მოექცე რა ვიცი ჩათვალეთ რომ ძველმოდური ვარ ნუ ალბათ ჩემი თაობიდან და ჩემი ასაკიდან გამომდინარე ასეთ შეიძლება ვიყო რა შეიძლება თქვა მამაკაცზე რომელიც დაკავებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ქალს რომელსაც არც თავის დაცვის საშუალება აქვს არც გარიდების სიტუაციიდან ამ ასეთ ქალზე რომ იწევ საცემრად და შემდგომ აფურთხებს სახეში აი ნუ რა უნდა ვთქვა ეს არის ჩვეულებრივი არ ვიცი ნაძირალა არ ვიცი სალახანა არ ვიცი რა სიტყვები შეიძლება გამოვიყენო ადამიანის მიმართ რომელიც ამ ყოველფრის უფლებას აძლევს თავის თავს მაგრამ მე მინდა ის დავარწმუნო თუ მე ამ ეთერს ნახავს რომ დადგება აუცილებლად პერსონალურად მისი პასუხისმგებლობის საკითხი. იმიტომ რომ ის რასაც აკეთებს ეს არის წამება და წამებაზე პასუხისმგებელი ადამიანები ადრე თუ გვიან დაისჯებიან თუ საქართველოს კანონმდებლობით და სამართლით არა საერთაშორისო სამართლით ვიცი წარმოუდგენელია ამ ყველაფრის მოთმენა და როდესაც ესეთი ადამიანი ამბობს რომ მარცხენა ხელით სამი თითი ხელის გულიც არ შეხებია ამ შეხება მას თურმე ტკივილი მიაყენა და როგორი ტკივილი მიაყენა მან ძალიან ბევრ ადამიანს როდესაც თავს ახეთქებინებდა კედლებზე იქცეოდა არაადამიანურად სხვა პოლიციელების გასაკავებელი იყო შემდგომ აი ძალიან სასაცილოა ბათუმის ნუ საცილო როგორ ცინიკური უпростоრად ბათუმის მოსამართლის გადაწყვეტილება, როდესაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა წინასაპატიმრო ღონისძიებასთან დაკავშირებით, ანუ მზია თურმე გაიქცეოდა და გაანადგურებდა მტკიცებულებებს და ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე და ამ დროს ადამიანი, რომელსაც მართლაც შეუძლია ამ მტკიცებულებების განადგურება. ირაკლი გებუაძემ დარწმუნებული ვარ გაანადგურა კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს რამდენჯერ სამჯერ მინიმუმ გაიწია მან მზიასკენ საცემრად, როგორ ექცეოდა ის სხვა ადამიანებს, უამრავი სხვა სამხილი და მტკიცებულება მართლაც მას მიუწვდებოდა ხელი და შეეძლო ეს ყველაფერი გაენადგურებინა და ეს სადისტი ადამიანი არის დღემდე გარეთ და თურმე მზია უნდა იყოს დაკავებული, არ ვიცი, ნუ სად ცხოვრობთ მართლა ჩვენ მე დაკვირვებული ვარ თუ რუსეთში რაიმე ცუდი ხდება რაღაცა გარკვეული შეყოვნებით დაყოვნებით 10 წელიწადში 12 წელიწადში ის მეორდება საქართველოში და თან ჩვენ ძალიან სწრაფად გავდივართ იმ გზას რასაც რუსეთმა დიდი დრო მოანდომა ჩვენ უკვე ნამდვილად მკაცრად დიქტატურაში ვცხოვრობთ ანუ წარმოიდგინეთ ჩვენ ავღრიცხეთ 100-მდე ჟურნალისტზე მოხდა სხვადასხვა ფორმით 100-მდე ჟურნალისტის უფლებები შეილახა სხვადასხვა ფორმით პროევროპული აქციების დაწყების დღიდან, მათ შორის ძალიან ბევრმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები პოლიციელების ხელიდან და ნაწილი ვთქვათ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მიერ დაზარალდა, რომელიც ჩემი აზრით არის ჩვეულებრივად ჩაზრდილი კრიმინალური ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებში კრიმინალური დაჯგუფებები და
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღემდე ვერ შეძლო ერთი დამნაშავეც კი რომ ეპოვა და გამოევლინა და დაესაჯა. ერთი ადამიანი 28 ნოემბრიდან დღემდე და მზიას სამითითი ოდნავ შეხება სადისტ ადამიანზე, რომელიც პოლიციის უფროსი, ბათუმის პოლიციის უფროსი კი არა, პოლიციელიც არ უნდა იყოს და საერთოდ მისი ადგილი გისოსებს მიღმა სამუდამოდ და ცხვირი არ უნდა გამოაყოფინო ასეთ ადამიანს არასდროს გარეთ. ამ ადამიანის მიერ განცდილი ტკივილის გამო თურმე მზია უნდა იყოს საპატიმროში და ეს ყველაფერი ძალიან დიდი უსამართლობაა. ეხლა შიმშილობას რაც შეეხება, მზია არის ძალიან პრინციპული ადამიანი. მისი ეს პროტესტი, ეს არის უსამართლობას აპროტესტებს ის ამ გზით. თვითონაც თქვა, ხო, მე არ ვითხოვ არანაირ შეღავათებს, თქვა უკეთეს პირობებს. მას სხვა ბრძოლის გზა არ დაუტოვეს, ეს არის მისი პროტესტი უსამართლობის მიმართ. და მე სამწუხაროდ მეც ესე მგონია, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ მას ხელი ავაღებინოთ ამ განზრახვაზე და გადავაფიქრებინოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი მოვთხოვოთ სხვადასხვა უწყებას. აი მაგალითად, კარლო კაციტაძის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღემდე არ მიანიჭავს მზიას დაზარალებულის სტატუსი. ეს არის წარმოუდგენელი თავნებობა და თავხედობა ამ სამსახურის მხრიდან. ასევე პროკურატურას ეხლავე შეუძლია შეცვალოს იშუამდგომლოს და წინა პატიმრობა შეუცვალოს სხვა სახის ახმკვეთი ღონისძიებით, თუნდაც გირაოს საფუძველზე, რასაც ისინი არ აკეთებენ. ქუთაისის სასამართლომ გაბედა და საერთოდ არ მიიღო წარმოებაში და არ განიხილა სააპელაციო სარჩელი, ანუ ყველას უწყება და ჯანდაცვის მინისტრმა რაც გააკეთა დღეს, ხო, ეს არის სრულად ჰუმანიზმისგან, ემპათიისგან დაცლილი. ადამიანის ჯანდაცვის მინისტრი კი არა, ძალიან მაინტერესებს ვინ მისცა მას ექიმის დიპლომი, იმიტომ რომ საერთოდ ეს არ არის ადამიანი, ის რაც ჩვენ ვნახეთ, რა ვიცი, ევოლუცია არ განუცდია როგორც ჩანს ამ არსებას ადამიანამდე, ისე იქცეოდა და ისე ელაპარაკებოდა ის ჟურნალისტებს და აი ასეთ პირობებში გვიწევს ახლა ცხოვრება. ყოველ სხვადასხვა საჯარო უწყებას თუ სახელმწიფო დაწესებულებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მზიას ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველა მათგანს უნდა მოვთხოვოთ პასუხი. უნდა მოვთხოვოთ მთელი სიმკაცრით, იმიტომ რომ მზიას სიცოცხლეს მართლაც საფრთხე ემუქრება და გურგითხრათ, მზია არის სიმბოლო, ანუ რამდენსაც გაბედავენ, იმდენს გაგვიბედავენ ყველა დანარჩენს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ეხლა რიგში ვდგავართ. ეხლა იმაზე არ არის ლაპარაკი, ვის დაიჭერენ და ვის არა. ყველას დაგვიჭერენ, ყველას მოგვექცევიან არაადამიანურად, ყველას გვაწამებენ, უბრალოდ ვის როდის და ვის შემდეგ ამაში არის საქმე და ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ. არ ვიცი, მზია როგორც ამბობს, სიცოცხლეზე მეტი არის თავისუფლება, მე მგონი ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, ერთხელ ვიბადებით და ერთხელ ვკვდებით, ჩვენ მართლა მზად ვართ საბრძოლველად, არ დავთმობთ, იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორშიც საცხოვრებლად ჩვენ ქართული ოცნება გვამზადებს, ჩვენ არ გვინდა. არც ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში და არც მათ მივცემთ იმის უფლებას, რომ ამ ქვეყანაში წაგვიყვანონ და მე ვიცი, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ ჟურნალისტებს მინდა საზოგადოებას მივმართო და როცა ეთერში ვარ, ყოველთვის ამ შესაძლებლობას ვიყენებ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვთხოვო, რომ დაგვიდგნენ მხარში ჟურნალისტებს ახლა, იმიტომ რომ ჩვენს გარეშე მათი ცხოვრება გადაიქცევა ერთ დიდ კოშმარად. იქნება სიბნელე, არ ეცოდინებათ არაფერი იმის შესახებ ქვეყანაში რა ხდება და სანამ გვიან არ არის, გამოდით ქუჩაში, მოდით ჩვენს აქციებზე, მარტო ჩვენ არ გვეხება ეს ყველაფერი, თქვენს გეხებათ და ყველამ ერთად
როდესაც ვიბრძოლოთ მზიას სიცოცხლისთვის, მზიას თავისუფლებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი საყვარელი სამშობლოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, იმიტომ რომ ეხლა აღარ არის საქმე უკვე ჩვენ პროფესიას გვართმევენ, ორგანიზაციებს გვართმევენ, არა, გვართმევენ ყველაზე უფრო დიდ და ძვირფას რაც გვაქვს, სამშობლოს გვართმევენ და ამიტომ არ ვიცი, არ არის უკვე რაღაც რევერანსების დრო, ფიქრის დრო, რაღაცნაირად უნდა ვიმოქმედოთ. ნამდვილად ძალიან რაღაცნაირ კრიტიკულ მომენტში ვართ და როდესაც აი ამ ძიას დაკავების კადრებს ვუყურებ ხომ იქთან ისმის კიდეც ხმა ის დგებუაძე რასაც ყვირის რო სისხლით დავიჭერ და მე როგორც აგრძელებს ამ ყველაფერს და მე დადის უხმოთ. მე გახო რა თქმა უნდა ანუ ეს ყველაფერი დაგეგმილია და ხო უბრალოდ რეალურად ხედავთ რომ მზიამ ადგა და რეჟიმს სილა გააწნა. აი ეს არის. და უბრალოდ რეჟიმი არის გაბრაზებული რომ როგორ მათ ვფიქრობ რომ ხო სიმართლემ რეჟიმს სილა გააწნა. აი ეს მოხდა სინამდვილეში და იმიტომაც არის ესეთი გაცოფებული ის ადამიანი. თუმცა ზუსტად ისევე როგორც ეს სილა გააწნა და რამდენად სასაცილოც არის მართლა როგორც თქვენ თქვით რომ ეს ამხელა კაცი რაზე წუწუნებს რეალურად აი კაცურად როგორც თვითონ იქცევა აი ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ რანაირადაც წუწუნებს და მე როგორც აჭერინებს და როგორც ექცევა ამ ქალს საერთოდ ზედმეტი ამაზე საუბარი მით უმეტეს მუხლი რომელიც წაყენებული აქვს მე არ ვარ იურისტი თუმცა ძალიან ბევრი იურისტის კომენტარს მოусმინე და ეს არ არის სისხლის სამართლის მუხლი ეს არის უბრალოდ დგებუაძეს ესე მოუნდა იმიტომ რომ რაღაც არ მოეწონა თან რა ვის რა მორალური უფლება აქ ხა ილაპარაკოთ ან საერთოდ არამორალური რა ნებისმიერ არავის უფლება არ აქვს ილაპარაკოს სილაზე როდესაც ამდენი ადამიანი ჩვენ თვალწინ გაილახა, ურტყეს, ცემეს, ლამის. ხო, ანუ ბეწვი არის გადარჩენილი იგივე მაკაცი ხლაძე რო თავი არ დაუსწრა და იქ და ხო და უამრავ ხარ ამ სათითაოდ ვერ ჩამოთვლით მაგრამ იგივე ადამიანები როგორ იძახიან მაგას რომ აიო სილა გაწნა დასაკავებელია როცა იქით ერთი ადამიანი არ დაკავებულა ხო თორე თეორიულად ეხა რომ ყველა ეხა ისეთ ქვეყანაში რო ვიყოთ რომელშიც საჭიროა ვიყოთ არც ის სილა იქნებოდა მაგრამ ჩემ ეს არანაირი მორალური უფლება არავის არ აქვს ილაპარაკოს იმაზე რომ თუ კანონი და რაღაცა როდესაც პოლიცია დგას და უყურებს იმას როგორ უტყავენ ადამიანს და რა ვქნა ძმაო ვერაფერს ვერ შევების იძახის. კარგით, კიდე დავგიბრუნდებით თუნდაც ბრიფინგზე რო ცოტა მეტი ვისაუბროთ. ტატოსთან მინდა გადავიდე წამებასთან დაკავშირებით. რატო ამბობ წამებასთან დაკავშირებით? იმიტომ რომ საზოგადოებრივ ერთხელ როდესაც ესე 4-4 შედიოდნენ ადამიანები და საუბრობდნენ, გვარი აღარ მახსოვს, მე მგონი ლელაკო იყო, რომელიც ამბობდა რომ დაბრუნდა წამება საქართველოსში. აი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს წამებაც მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც შიმშილობა, ასევე წამება თითქოს ყველა მიცის რა იგულისხმება, მაგრამ იმასაც თავისი კრიტერიუმები აქვს, ხო, რა ეწოდება წამება, რა ეწოდება შიმშილობა, რა შემთხვევაში ეს შიმშილობა, რა შემთხვევაში ეს წამება. ამასთან დაკავშირებით რო ვისაუბროთ, თქვენ დამკვირვებელი ბრძანდებით, აი თქვენი შეფასებები ზოგადად ეხლანდელი მიმდინარე მოვლენების და რამდენად ხშირია ეს თუნდაც წამების ფაქტები. ეთილი მოგესალმებით, სოლიდარობა მზია ამაღლობელს, სოლიდარობა ყველა ამ რეჟიმის პატიმარს. დამკვირვებელიც ვარ, იურისტიც ვარ და ამიტომ ბევრი რეგალიებია გამოთვალა უკვე. მოკლედ, ხო, ეხლა საერთოდ ჩვენ კოლეგებთან ერთად აი სანამ ამ თემას გადავაბად რა იმას გავაკეთებ. ამ ბინადარი საპროტესტო აქციები იმართება, ვცდილობთ ხოლმე რომ ამ რუსთავაზე რაღაცა მეტი შინაარსი შევძინოთ ამ პროცესს და გვაქვს ხოლმე საჯარო ლექციები და სხვადასხვა ამ წიგნის პრეზენტაციაც ჰქონდა, აი გუშინ ჰქონდა კიდე ძალიან საინტერესო საჯარო ლექცია, სადაც ავტორიტარული რეჟიმების ანატომიაზე ჰქონდა საუბარი და იმის გააზრებაზე თუ როგორ მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება, როდესაც ესეთ რეჟიმს ვებრძვით, კარგად ცოდნა აი რა არის ნორმა, ანუ რაღაცა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. ახლა შეიძლება ზუსტი ანალოგები არ იყოს, მაგრამ რაღაც საერთო ქცევის რაღაცა პატერნები აქვს ამ ყველაფერს რა. ამიტომ ერთ-ერთი მეთოდი მათ შორის ამ ყველასი არის, მათ შორის აი ესეთი რეპრესია. სხვადასხვა ეტაპები აქვს და ერთ-ერთი რეპრესია აგრესიული ეტაპი, როდესაც რეპრესიებს ახორციელებენ, მერე ცოტა ასე თქვა აღმავალია და ასე შემდეგ. აი ამ წამებასთან დაკავშირებით ეს უკვე რაღაცა პერიოდის განმავლობაში თქვენ აკვირდებოდით რომ ავტორიტარიზმის და ეს რეჟიმი ყარდებოდა ცოტა შენიღბულად, მაგრამ როდესაც უკვე რაღაცა ზღვარი გადაილახა, უკვე ვეღარ მოახერხეს ამის შეკავება და ამიტომ დაიწყეს ეს რეპრესიები. და ამ რეპრესიებმა გამოიწვია რომ
რომ რაღაც მომენტში თავიდან ბოლომდე ბელარუსული მეთოდები დაიწყეს მოქმედება. ბელარუსული მეთოდებიდან ეს იყო ღია, ასე ვთქვათ, სისტემატური ადამიანების წამება. ეხლა ეს ხშირად არის, ხა ჩვენ სახალხოდაუცველთანაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები, როდესაც მან თქვა რომ სისტემური არ იყო და ზუსტად აქ ჰქონდა ჩვენ წარმოდგენილი, აი ლელაკო ახსენეთ, GCRT და სხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, წამების ავტორიტეტული ორგანიზაციების დიდი კონსორციუმის დასკვნა, რომელმაც რაღაც მეთოდოლოგიით როგორ, ანუ გამოკითხვები, სამედიცინო შემოწმება ადამიანების, ინტერვიუები მათ შორის და თვითონ დოკუმენტაციის შესწავლა და დაადგინა, რომ ეს რა ტიპის დაზიანებებიც ქონდა ადამიანს და როგორც იქცეოდნენ, ეს ქცევის ესეთი პატერნი ზუსტად იყო გამოხატული, იყო მიზანმიმართული, რომ ადამიანების თავში უნდა ერთხათ. ანუ ეს იყო რაღაცა დამუშავებული მეთოდი თავში უნდა ერთხათ, სპეციალურად შექმნილი მანქანები, რომ იქ წამება უნდა განეხორციელებინათ და ეს იყო ორგანიზებული პროცესი, იმიტომ რომ სხვადასხვა წერტილში ადამიანები როცა მოქმედებდნენ ერთი და იგივე მეთოდს იყენებდა და ეს ჩვეულებრივ დადო ეს იყო წინასწარი ანგარიში საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება რომ წინასწარ ანგარიში პირდაპირ წერდა ამ ორგანიზაციას შეფასებული აქვს ბელარუსიას და ზუსტად რაღაცა შედარება გააკეთა. მე ახლა კიდე რა ინფორმაცია გვაქვს ჩვენ რომ ამ რეჟიმს ჰქონდა კომუნიკაცია რაღაცა გადამზადების დროს ბელარუსის სამართალდამცავ ორგანოებთან და დიდი ალბათობით ზუსტად ამ მეთოდებზე იყო იქ საუბარი რომ აი როგორ შეიძლება გამოიყენო რა მეთოდებით, იმიტომ რომ აქ ისეთი ფორმით ხდებოდა ადამიანების დაზიანება, რომ ვიღარ ლეტალური შედეგი რო დადგა შემთხვევითობაა. ანუ როგორ შეიძლება ადამიანს თუ თავში უთხრა და კონდეს იმის გარანტია რომ არაფერი არ მოუვა, ხო? ამიტომ აი ზუსტად სხვა არეში არა. ეხლა მე ჩემ თვალწინაც მოხდა ძალიან ბევრი შემთხვევა იქ ჩემ შვილთაზეც იყო ჩემი შვილის მეგობარს სახიზულები დაუმტვრიეს საერთოდ როცა ერთად ვიყავით გზაზე. ანუ ზუსტად ერთი იგივე ქცევა. ეხლა, როდესაც ამ პროცესს უყურებთ, ხო, მე რაღაცა წინააღმდეგობას ხდება, მე ცოტა ჩერდებიან და მე უკვე ხდება, ანუ მანევრირებენ რა. მე უკვე არის ახალი მეთოდი, როდესაც ეხლა ცდილობენ ამ რეჟიმ ამ სანქციების გამკაცრებით, რასაც ეხლა აკეთებენ, რაღაცნაირად ეს პროცესი რამენერად შეაჩერონ რა. ეხლა თავარი რა არის, აი ყველა როგორც ვქხა, ზუსტი რეცეპტი არ არის, მაგრამ მთელი ეს სხვა ქვეყნების გამოცდილება, ეს იქნება ბელარუსი, იქნება ფილიპინები თუ ასე შემდეგ, ხო? ერთი რაც არის რა, თავარი იარაღი რაც არის ხომ მე რეჟიმში ის არის შიშის დათესვა. ამიტომ ამბობ ხომ ყოველთვის შიში არის იარაღი და შენ თუ ამ შიშს დაძლევ და შენ თუ რაღაც შეუპოვარი იქნები, ამავდროულად ცოტა მოქნილიც ჭკვიანურათაც, იმიტომ რომ შენი და მისი რესურსები ერთნაირი არ არის, ხო? ამიტომ შენ ამ დროს გიწევს ბრძოლა, ეხლა ჩვენ რაღაცა რო დავაანონსებთ რაღაც ღონისძიებას, თელი ღამე ამ ტროლბოტებს ვებრძვით რა, რომ შემოგისევენ რა და არც თუ ისე მარტივი საბრძოლველია, როდესაც ანუ ელემენტარულ რესურსებს ვამბობ, ხო რაღაცა ეხლა და კიდე სხვა დეზინფორმაციული ნაკადები. ამიტომ ზუსტად აი ამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით აი რაღაცა ჰონკონგის ის იყო ხო ბიუბოთო რა მოქნილი იყავი რა შეხედე სიტუაციას ვიმოქმედე ნაკლები დაზიანი მიიღე შენს თვითონაც და მაგრამ ერთადერთი რაც არ უნდა გააკეთო ეს არის არ უნდა გაჩერდე იმიტომ რომ როდესაც ჩერდები ანუ აი ვიღაცას აქ ხომ აი ყველა ვიღლებით ხო ეხლა მეც ყოველდღე იქ არ და ეხლა ადამიანურად ეხლა შენ საქმეც უნდა აკეთო ხალხი მუშაობს ხო ოჯახები ყავს და ცდილობს ყველა ადამიანი ამ პროტესტში ვინც არის რომ შეუთავსოს ყოველდღიურ საქმიანობასაც ეს პროტესტი და ამას ახერხებს, მაგრამ ხანახან გვაქვს ხოლმე განსხვავებული, ბევრი არ მოვიდა ჯერ ხალხი, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია, ხან ბევრი იქნება, ხან ცოტა რა. ერთადერთი რაცაც გამოცდილება აჩვენებს, თუ გავჩერდით, რეპრესიები იქნება გაათმაგებული, იმიტომ რომ ზუსტად მაგ მომენტს დაიჭერს როდესაც შეეცდება უკვე ნებისმიერი წინააღმდეგობის კერას და ნებისმიერი იმ აქტივისტი, ვინც ახლა თვალში ხვდება და არ მოწონს, იმის რეპრესიით, იმიტომ რომ ერთადერთი ჯერ ჩვენ რაც აჩერებს კიდევ რომ უფრო მეტად აგრესიული არ გახდეს ეს რეჟიმი, არის ეს წინააღმდეგობა. ამიტომაც რომ ჩვენ თუ გვინდა ეს ბრძოლა იყოს ასე ვთქვათ წარმატებული, უნდა ვიფიქროთ, არ უნდა გავჩერდეთ, უნდა ვიფიქროთ პროტესტის სხვადასხვა ფორმებზე, პროტესტის სხვადასხვა კერების ჩამოყალიბება და ეხლა ძალიან საინტერესოა თეატრალები რო გადიან. ეხლა ჩვენ გეგმავთ მაგალითად რომ რეგიონებში გვინდა გავიდეთ და სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის აქციები, მარტო დიდი შეკრებებით შეიძლება, მაგრამ შეიძლება მსვლელობები, შეიძლება პიკეტირება, შეიძლება სხვა კრეატიული რაღაცების მოფიქრება, რომ ეს პროცესი, ანუ თავარი არ გაჩერდე, მაგრამ ფორმები შეიძლება იცვალო. ფორმები შეიძლება იცვალო აქედან იგივე, იმიტომ რომ ეს ამიტომ და რაც შეიძლება მეტი ადვილად კომუნიკაცია შევძლოთ ხალხთან, გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის სოციალური ქსელები. მათ შორის ახლა ორი წამი ჩაგერთვებით, ჩემი გამოცდილებაც მინდა რომ აი ამ რაღაცა ფორმების ცვლა
რაღაცნაირად თითქოს იწევს თან ეხა 2 თვე გავიდა და ამ პროტესტში ვარ. მე პირადად იმდენი რამე ვისწავლე თან. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები, ძალიან ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობ, რაღაც გამოცდილებებს იღებ და შენ თვითონ ეს შენი გამოცდილებები მე რაღაც დასკვნებიც გამოგაქ აქედან და ჯერ იმასაც სწავლობ, რომ სანამ შენ მოქმედებ და არ ჩერდები, ის გამარჯვებული ჯერ არ არის. რა თქმა უნდა. აი ეს არის მთავარი უბრალოდ ამის ხო, თავიდან და ამ დროს ეხლა შენ ნაცლი პატარ-პატარა აგურებს რა. ანუ აქ არის მთავარი ამ ესეთი ტიპის რეჟიმებთან არის რომ შიგნით გაუჩინო ბზარი. ხო, ეს ბზარი რომ გაუჩინო, მთავარი არის შიდა წინააღმდეგობა, რომელიც იწვევს გარე ზეწოლას. შიგნით რომ არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილიყო, გარეთ ის სანქციები და რაც არის ზეწოლა ის არ იქნებოდა. იმიტომ რომ საერთოდ რეალობას უნდა შევხედოთ, რომ როდესაც ხედავს ის საერთაშორისო ჩვენი მეგობრები, რომ აქ არავინ არ იბრძვის, ხო, ისინი ცდილობენ მე გადაეწყონ და მოერგონ იმას, ანუ რაღაცა ტიპის შეგუება ხდება ამ პროცესთან. როცა ხდებიან შენ იბრძვის, ზუსტად ეს არის დამატებითი мотиваცია, რომ ზეწოლა გააგრძელოს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ ეხა ორი კომპონენტია, შიდა და გარეთა ზეწოლა, ხო? შიდა პროცესი, ანუ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა, უნდა ვიმუშაოთ. ეხა ჩვენი კოლეგებიც არიან სტრასბურგში, ეხა წასული იქ მიდის მუშაობა სხვადასხვა ფრონტზეა რა. საერთაშორისო დონეზე შიგნიდან, ანუ ორივე სინერგია გამოიწვევს ზუსტად ამ რეჟიმის ჩამოშლას და ზუსტად ეხა მე ეს ვფიქრობ ეხა ჩვენც რა ეხა ეს მარშებია, ეს შეკრებებია, რაღაცა ახალი მოვიფიქროთ, რაღაცა ისეთი რომ ადამიანს ეხა ჩვენ რატო ვაკეთებთ საჯარო ლექციებს, ხო? რუსთავი თვითონ რუსთავი, იმიტომ რომ გვინდა რომ იქ ხახი რომ იკრიბება, რაღაც ინფორმაციაც მიიღოს. რაღაც დამატებითი სივრცეები შეიქმნას. ეხლა სხვადასხვა გეგმავთ პოლიტიკოსების საჯარო დებატები გვინდა იქ გავაკეთოთ. თვითონ რაღაცა იმავე სივრცეში რომ გადავიტანო რაღაც პირობითად აგორას ვარქმევთ, რომ გვინდა რომ რაღაც გადავიტანოთ სადისკუსიო სივრცეები და აი ესე და რომ მიდიხართ რუსთავზე, ხო, სხვადასხვა კუთხეში პატარ-პატარა რაღაცა ღონისძიებები ტარდება, ხო, რაღაცა ხალხი ფიქრობს და ეს ჰორიზონტალური პროტესტი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქ არის აი ზუსტად რაც მოიტანა და ძალიან დიდი სიკეთეა ამ პროცესის ის არის რომ არავინ არ ელოდება სხვა რას გააკეთებს. ყველა თვითორგანიზების პროცესია გადასული, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეტი ინფორმაცია. აი ამ წიგნის საკითხვა იქნება თუ სხვა რომ გამოცდილებები ვიღოთ და არც ილუზიებში არ ვიღოთ და ცოტა ჭკვიანური მოქმედებებით ნაკლები ზიანები ვიღოთ შეძლების დაგვარ. ახლა ბოლომდე ვერ აირიდებ რა. ცხადია ამ ყველაფერს და მაგრამ ამავდროულად ასე ვთქვათ რომ მოქნილი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ შენ რომ მოქნილი ხდები, ისიც ცდილობს ხო რომ მოერგოს შენ წინააღმდეგობას. აი კანონს რატო ცვლის? იმიტომ ცვლის რომ ახლა გამოვიდე პროტესტი ვერაფერს ვერ უშვება, მოდი 500 ლარიანი ჯარიმები გამოუწეროთ. ამიტომ ეს არის რაღაცა ესეთი რა შახმატ დავარქვათ, რომ ის ცვლის შენ ცვლი და ამიტომ ამ პროცესში სიმტკიცეა მთავარი საღიაზრი და ნუ ცოტა მეტად ცივი გონები დააზროვნება და ამავდროულად ამ ადამიანებისთვის ამ რეჟიმისთვის არის მორალური მაგალითები და მორალური ლიდერები საშიში. ამიტომაც ეძებს ღზია ამაღლობეს, ამიტომაც ეძებს გიორგი ახობაძეს, რომ ცდილობს ამ ადამიანების გატეხვას და ამით რაღაცის ისე დემონსტრირებას, რომ აი ესეთ ადამიანს ამას უკეთებ და თქვენ რას გიზამთ რა და ზუსტად ეს არის. ხა ჩემთვის ქალბატონი მზიას ეს თავდადება რაღაც დამატებითი мотиваტორია, ხო? როდესაც ადამიანი იბრძვის და აი ამ ხელა რამე სასწორზე, ხო? მე რა უფლება მაქვს რომ გავჩერდე? მე რა უფლება მაქვს რომ უფრო მეტი ენერგიით არ გადავიდე? რა უფლება აქვს საერთოდ ვინც იქ დგას რომ აი ამ გადავარჩინოთ ეს ხარ. უფრო მეტი ენერგია არ მოგეცეს და უფრო მეტი ბრძოლის ჟინი არ ქონდეს, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად, ხო? იგივე აი კიდეც გიორგი ახობაძეზე ეს ყოდა ისეთი აი რაღაცა ძალიან გაგამწარებს ადამიანს ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად იმათი ამოცანაც არის ხან დემორალიზება ამით, მაგრამ სულ სხვანაირად უნდა გააკეთო, ანუ სულ სხვანაირ წინააღმდეგობის პროცესში უნდა გადაერთო, უფრო მეტად დაორგანიზდე და ეს უნდა იყოს შეთვის მაგალითი ამ ხალხის ბრძოლა, იმიტომ რომ ამ ხალხმა რა ფასის იხდის, ხო, იმის მიათეც არ იხდი და არავინ. ნამდვილად. ზუსტად და ამიტომ ეხა გაჩერდე და სახლში დავიღალე თქვა და აწამოდგომა დაგეზაროს, რომ იქ ჩახვიდე და რაღაცა გააკეთო, ეს უბრალოდ არ შეიძლება და უბრალოდ ერთ რამეს უნდა დავაკვირდეს, ხო, აი ხანახან არის ხოლმე რომ აი 37 წელი რაღაცებს იხსენებენ ხოლმე და ზოგს წარმოუდგენია რომ ეს რაღაცა ესეთი ტიპის რეპრესიები რაღაც ლეგენდაა და თითქოს მართალი არის და არაფერი შეუძლებელი არ არის მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ისეთი ეხლა როდის დაიწყო ამ რეჟიმის ჩაშენება და რა შეცდომები იყო დაშვებული ცალკე გასაანალიზებელი, მაგრამ გამოცემულობაში ეს ხარ. ეხლა ვარ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რაღაცა ფანჯრები, რომ აი რესურსები წინააღმდეგობის მაგალითად გვაქვს ესეთერი გვაქვს სოციალურზე რაღაცები გვაქვს, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარ რეჟიმებს არა, ქვეყნებში აღარ არის დახურულია მთლიანად და სანამ ეს შესაძლებლობები გაქვს ბრძოლის ინსტრუმენტები ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ფორმით მუშაობს, ხო, დეზინფორმაცია, ნაკადებით, ხო? ჩვენ გაათმაგებული ენერგიით უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ეს ფანჯარა თუ დაგიხურეს და ეს შესაძლებლობები და აი დღეს რაც თავარ არზე რაც შეტევაა, ხო, რაც პრობლემებს უქმნიან. ხო, აი ყველაფერი ხო ამის ნაწილია.
ეს თუ გადაი მე ბევრად უფრო რთულდება ბრძოლა. ამიტომ აი ეხლა დღეს და არახვალ უნდა ვიფიქროთ მუდმივ პროტესტზე, მუდმივ ფორმების სულაზე, მუდმივ რაღაცა კოორდინაციაზე ერთმანეთთან და ეს შიდა და გარე სინერგია ამ პროცესების მე დარწმუნებული ვარ რომ შედეგს მოიტანს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვზნობ იმასაც რომ საქართველოს მოქალაქეებს რაღაცა ასე ვთქვათ დაფიქრებული არიან და გაანალიზებული აქვთ რომ უდიდეს ნაწილს რომ უკან დახევა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ შენ ყოველდღე ხედავ თუ არა 100,000 ადამიანს, ეს არაფერს არ ნიშნავს და ხშირად ეუბნები ხომ რომ აი როჩადი ხომ ითვალ რამდენი მოვედით ეხლა და რაღაცა. მე თქვარი ამას დიდი ხან ბევრი იქნები, ხან ცოტა იქნები. ეს არის ცვალებადი. პროტესტი სხვადასხვა სივრცეშია, ხო? მე ხა იქ სოციალურ კონტენტებს ვაკეთებ და რაღაცებს ვაზიერ, 1000 ფორმა არსებობს. ამიტომ არ უნდა გქონდეს რაღაცა მოქნილობა გჭირდება ამ პროცესში და მე მგონია რომ ეს ყველაფერი დამატებით мотиваციას უნდა გვაძლევდეს და მე რაღაც უფრო ხომე რაღაც ოპტიმისტურად ხომ განწყობილი, ოდესაც ხედავ ამ ადამიანების ბრძოლას და მეც დამატებითი ენერგია მეძლევა და ვაპირებ ჩემ მეგობრებთან ერთად ხა დამკვირვებლები ახსენეთ. ხო ჩვენ აი მარნეულს წავედი და ანუ მე ხა იურისტი ვარ, ზოგი მუსიკოსია და უცებ ნახეთ ეს რაღაცა და ეს ადამიანები რომლებსაც იმ დღეს გავიცანი ფაქტობრივად დაორგანიზდით და ეხა ყველა ვარ წინააღმდეგობაში. სულ არ ვიცნობდი. ისეთი მაგარი ადამიანები არიან, რომ აი ყველასაა გააზრებული რისთვის იბრძვა. ესია ხო, ანუ აქ რო შეხრო მივიდივარ ამ პროტესტში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არის. მთელი საქართველოა გამფენილი და ამიტომ ყველამ თავისი პროფესიული კუთხით იქნება თუ სხვა რა შესაძლებლობებიც აქვს ამ ფორმით უნდა გაუწიოთ. ახალი ადამიანები გამოჩნდნენ ძალიან ბევრი. აი დრო დაიწყო მაგით არ დაწყებულა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი კაი მაგალითი იყო საზოგადოებრივ არხზე რომ შევიდნენ ძალიან ბევრი ადამიანი. მე არ ამგონია რომ ბერმა იცოდეს ვინ არის თანთა მიქელაძე, ეხა უფრო მეტმა იცის ხო, არა და ძალიან მაგარი გოგოა. ამავე დროს სხვა ადამიანები რომლებიც იყვნენ შესულები რამდენი ჭკვიანი ახალგაზრდა, თურმე როგორი განათლებული ახალგაზრდები ყავს ხალხმა დაიწყო, როცა სულ რაღაცა 3-4 წლის წინ თუნდაც ჩემი თაობის ან ჩემზე უფროს თაობის ადამიანებისთვის რო გეკითხა, ისინი საერთოდ არ აინტერესებდათ პოლიტიკა და რა უნდა მომხდარიყო, რომ ხალხს დაეშვა, რომ ახალგაზრდებისგან შეიძლება ესეთი პროტესტი წამოსულიყო. იგივე თეატრი მაგალითად ეხა როგორც ანუ ეხლა სულ სხვა დანიშნულება აქვს თეატრს, მანამდე კიდე სხვა ქონდა, ხო? ამიტომ ამოთხოვნე აქ ბერჯერ გითხოვს ჩვენ რომ აი იგივე შაიშმელაშვილის სუშე რომ ახსენებ და მე რომ მოვიწყდება რომ მიხეილ ჯავახიშვილის ფრაზებით მელაპარაკებიან იქ რომ მივდივარ ახალგაზრდებიო. იგივე ონისეს ძმა რომელმაც ერთ ინტერვიუში ძალიან მაგარი რაღაცები ლაპარაკა. იგივე ის ადამიანი რომელიც ქუჩაში გააჩერეს და არ ვიცი მისი სახელი და გვარი, მაგრამ ასაკოვანმა ადამიანმა ეს რიგითმა ვოქს პოპის რეჟიმში გაჩერებულმა ადამიანმა რა მაგარი ანალიზი დადო, ხო? ონისეს ძმამაც ძალიან კარგი ფრაზები თქვა, რომელიც მე რჩება ესე ზოგი მიმები, ზოგი რაღაცნაირად ფრაზებად და ეს გარკვეულწილად აი ეხა ძალიან რთულია მომენტუმში ვართ ყველანი, მაგრამ მომავლიდან რომ გადაიხედო რა თქმა უნდა ეს ისტორია იწერება, მთელი ისტორია და ძალიან უნიკალური შანსი გვაქვს რომ მართლა მაგარი შანსი გვაქვს რომ ყველა ის მინუსი, ყველა ის რაღაცა ხრელები რომელიც ჩვენში არსებობდა გასაგები მიზეზების გამო აი ეხლა მართლა რაღაც ძალიან სწრაფად, მაგრამ სანდრო იძახდა იმ დღეს კაკულია ინტერვიუში რომ კათარზის გავდივართო და მე ზუსტად იგივე განცდა მაქვს რა და არა მარტო მე და ბევრს გვაქვს. ასე რომ ახალი საზოგადოება ნამდვილად იბადება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ეს საზოგადოება აღარ იქნება საზოგადოება. მე ეს მჯერა. მე არ ვამოფენ ხო ვიღაც რომ გამომიხდება, აბა ჩვენ ხალხი არა ვართ და არა. უბრალოდ აქ ისეთი ბევრს როგორც ჩანს ეს მართლა აი პროპაგანდას და თან ეს მეთოდოლოგიაზე რომ ვლაპარაკოთ, ერთ-ერთი რა რომ გათიშო ადამიანი, საერთოდ რაციონალური, არც ფაქტი აღარ აინტერესებს, არც არგუმენტი, არაფერი არ აინტერესებს. აი უბრალოდ რაღაცა სხვა სივრცეში გადადიან. ამიტომ ხო ეს პრობლემაა და ერთი რამე რა თქვენ ახლა რომ საუბრობთ, აი პირველი რას ვამბობ. ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის და ძალიან მომწონს თუნდაც პოლიტიკოსების დებატები იქნება თუ თუნდაც ბევრი ინფორმაცია, რომ ბევრი იმდენად ესენი იყენებენ ძალიან ცუდად რას, აი მაგალითად ტრამპის ფრაზები, ხო? თქვა და იგივე ორისქესი არსებობს და ატრიალებენ, აი ჩვენც ამას არ ვიძახით, ან ყველაფერი აქვს დაჭერილი და ისეთი სხვათა შორის ცოტა ნორმალური ადამიანებიც ხანდახან აი სულ ეჭვის თვალით არის. და უნდობლობა ერთმანეთის, მე მუდმივად რაღაცა პერფორმანსს გამოეკიდება, ვიღაცა მე ბრაზდება ამაზე, რომ კი, მაგრამ მე სხვა მაქციის ნაწილი ვარ და ესეთი პერფორმანსი რატო დადგეს, ეს ხო საქმეს აზიანებს, მე ის გაბრაზდება, მე უნდა უბრალოდ ბევრი რამეა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი რას თქვენ თქვით. აი დეზინფორმაციასთან ხო აი ბრძოლას. ჩვენ ახლა აი ამ საჯარო დისკუსიებზე სამოქალაქო აქტივიზმი, მშვიდობიანი პროტესტის ფორმები, გამოცდილებები და პლუს ამას გვინდა ხოლმე რომ აი
აი დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ეს არ არის ადვილი, მე რასაც თქვენ ამბობთ, brain wash ეძახიან, ანუ ტვინის გამორიცხვა სისტემატურად, როდესაც რაღაც ადამიანს ასე დაიჭერენ და ამ ინფორმაციას 10 წლის განმავლობაში აწვდე, უკვე იმდენად რთული ხდება მე იმ წლის განმავლობაში იმ ადამიანებისთვის, ხო? იმიტომ რომ რაღაცა უკვე მოქცეული ყავთ. თუმცა ეს არ არის დიდი ნაწილი ადამიანების, ხა მე ვფიქრობ არის ნაწილი რომელსაც შეიძლება პროპაგანდის ქვეშ არის ნაწილი პროკონფორმისტი და მედროვე რაღაცა რომ ამ მოცემულობა აწვევს, მაგრამ აი ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა ასე ვთქვათ, ჩვენც სხვანაირად ვიმოქმედოთ და სხვანაირად გზებით შევეცადოთ ამ ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია ნამდვილად და კომუნიკაცია ჭირდება, როგორც პოლიტიკოსებისგან, ასევე ყველა მოქალაქისგან. ნამდვილად. ქალბატონ ლია, თქვენთან მინდა დავუბრუნდეთ, დღეს გაიმართა ბრიფინგი და აი ამ ბრიფინგზე რომ ჩვენს მაყურებელსაც მოუყვეთ, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდეს ჩვენს ეთერში. ჩვენ საინიციატივო ჯგუფმა რედაქტორები, ჟურნალისტების, მედია მენეჯერების მოამზადა მიმართვა კოლეგების მიმართ საქართველოს ფარგლებს გარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბეთ რა მოხდა და რას ვითხოვთ მზიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ მზიას დაუყოვნებლივ უპირობო განთავისუფლებას, იმიტომ რომ მის სიცოცხლეს მართლა ემუქრება საფრთხე. აი მე-17 დღე იწყება უკვე შიმშილობის. ჩვენ ვიცით, რომ მე-18 დღიდან შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. ეს ყველაფერი ბუნებრივია საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული და ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც გამოუსწორებელი მოხდეს და ღმერთმა ნუქნას, აი მაშინ მე ვპირდები ამ ხელისუფლებას, რომ არ გაპატიებთ, არ ვიცი რა გზით, როგორ ნამდვილად არ გაპატიებთ და ძალიან ბევრი ადამიანი დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს. ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები, 311 ხელმოწერა იყო იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ეს მიმართვა წავიკითხეთ და ვითხოვთ მხარდაჭერაც იმისთვის, რომ მზია უახლოეს მომავალში იყოს გარეთ, რომ მოგვეცეს ჩვენ საშუალება მის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. თუ მე მგონია, რომ ეხლაც აი ხვალვე რო დაიწყოს მის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, მაშინაც კი არ იქნება ეს იოლი პროცესი არათუ კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ და აი წარმოუდგენელი უსამართლობაა წეღანაც მინდოდა მეთქვა მოსამართლემ, როდესაც თქვა, რომ 1 საათში 2 დანაშაული ჩაიდინაო, ანუ ფაქტიურად პირველი დანაშაული არ იყო, პირველად დაკავეს სრულიად უკანონოდ და მის მიმართ იქნა ჩადენილი პირიქით დანაშაული და მეორე დანაშაული რაც არის იმ კვალიფიკაციით არანაირად არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს. ანუ რა ვიცი, ორჯერ ჩაიდინეს მის მიმართ დანაშაული და კიდევ პირიქით ამბობენ, რომ მან ჩაიდინა დიახ და წამების ხორბლი იყო და არ ვიცი, მიტაცებული ინსტიტუციების პირობებში ძალიან ძნელია. რთულია, ნამდვილად რთულია, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერას არის ხელმოწერები გროვდება ალბათ, ხო? ბევრი ადამიანი ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. თუ ვინმეს ჯერ არ მოუწერია ხელი, შეუძლიათ რომ შემოგვიერთდნენ ჩვენი ორგანიზაციის ვებსაიტზე დევს განცხადება და ძალიან დიდი სოლიდარობა გამოიჩინეს ჟურნალისტებმა, სრულიად სხვადასხვაგვარი გამოცემების მაუწყებლობის ჟურნალისტებმა მოაწერეს ხელი და ეს სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია და აი თქვენ ახალი საზოგადოების დაბადებაზე საუბრობდით და მეც მინდა თქვა, რომ აი მანამდე ძალიან დიდ ხანს წუხდით, რომ ჩვენ რაღაც ყველანი ჩვენ პროფესიულ წრეებში, საკუთარ პრობლემებში ვიხარშებოდით და თქვათ მემარცხენეები, სოციალური პრობლემები დაინტერესებული ჯგუფები ცალკე იყვნენ, მედია ცალკე წუხდა თავის პრობლემებზე, ხელოვნების სფერო ცალკე და რაღაცნაირად ეს გაერთიანება არ ხერხდებოდა და აი ამ ქართულმა ოცნებამ ეს მოახერხა, რომ დაგვაკავშირა ერთმანეთთან, ერთმანეთის პრობლემები დაგვანახა, მივხვდით, რომ ყველანი ერთ ნავში ვართ და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვინდა რომ რაღაც შედეგს მივაღწიოთ. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება. ვერ გეტყვით რა
აძლევს ამის საფუძველს, მაგრამ ვგრძნობ, ვიცი, უბრალოდ იმასაც ვგრძნობ, რომ ეს ბრძოლა არ იქნება იოლი, უნდა აღვიჭუროთ მოთმინებით, სიმამაცით და არ უნდა დაუთმოთ რეჟიმს არც ერთი ადამიანი. იმიტომ რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული განსხვავებით მათგან, რომლებიც სრულიად დაცლილები არიან ყოველგვარი ადამიანური ღირსებებისგან და ჰუმანიზმისგან. ნამდვილად. თან აი ბელორუსიაში ვახსენეთ, რომ ბელორუსული მეთოდები, რომელიც ბელორუსიაში იყო გამოყენებული, ძალიან ინტენსიურად გამოიყენეს აქ აი პირდაპირ copy-paste-ი, აი როგორც თავის დროზე რუსული კანონის მიღების დროს კობახიძე გვიმტკიცებდა, რომ ვაიმე რა მოხდა კაცო, სადაზღვევო აგენტი რა აგენტი არ არის, რატო ჩაიციკლეთ ამ სიტყვაზე პირდაპირ ზუსტად ერთი პერიოდი იდო ის ვიდეო, სადაც ეკრანი გაყოფილა და პუტინიც მაგას იცახდა, რომ სტრახოვი აგენტ, ნუ რა მოხდა რა. და ნუ ყველას გვახსოვს და სანამ ჭაზე გავალ უბრალოდ აი ბოლოს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. არ არის მე მესმის არც თქვენთვის, არც ერთისთვის ამ თემაზე ადვილი საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის. უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ვიცი თუ ვინმე არის ისეთი, რომელშიც თქვა არ არის პროტესტი მომწიფებული და თulis რომ რაღაცნაირად გადაივლის ეს ყველაფერი ან ასე ან ისე და ასე შემდეგ. ერთი რამ აქ ჩამოსული რუსი მოქალაქეები, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც გამოაძევეს და აქ ჩამოსული ბელორუსელები, რომელსაც მე ვიცნობ, მათთან ვისაუბრია და თვითონაც პირდაპირ პრინციპში ამბობენ რა, რომ ნეტა ის დრო დაბრუნდეს და ის მომენტი, როცა ჯერ კიდევ შეგვეძლო რამის გაპროტესტება. იქნება ეს ეხლა ვეღარ ახერხებენ, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ აქ არასდროს არ დადგებათ, რომ როდესაც ხო უბრალოდ აზრი არ ექნება, სანამ ჯერ კიდე შანსია. ერთი რეპლიკა შეიძლება უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ეხლა გვაქვს ისეთი მოცემულობა, არის ორი გზა. ან ვიმარჯვებთ, ან სრული ავტორიტარიზმი. იმიტომ რომ აი ამ მოცემულობაში ეს ვერ გაჩერდება. ეგ არის გარდა, იმიტომ ეს არის ბევრი ანალიზი აკეთებს, რომ აი ეს როგორც ეხლა არის, ან როგორც აქამდე იყო. ესე ვერ დარჩება, ამიტომ ეს კარგად უნდა გავაანალიზოთ და ხანახან ადამიანებს როცა ფიქრობს, რომ აი გავაგზელო თუ არა ბრძოლა, აი თუ გაჩერდები მე რა ხდება. აი ეს კითხვა უნდა დასვა. მე რო პასუხს რომ მიიღებ, მე უფრო მოგინდება ადგე და გამოხვიდე და სხვა პროტესტის ფორმებს მიმართო, იმიტომ რომ არჩევანი უბრალოდ არ არის და ამიტომ ბრძოლა ბოლომდე. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო რომ მოხვედით. ხო არ ვიცი მართლაც რთული დღეებია, მაგრამ მე მაინც ჩვენი ერთად დგომის და სოლიდარობის მაინც მჯერა და მაინც მჯერა ქართველი ხალხის და მჯერა იმისი რომ მზია ძალიან ძლიერი ქალია. ჩემი სოლიდარობა თქვენ გამაგრდით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე, ძალიან მალე იქნებით გარეთ, იმიტომ რომ ახლა მართლა ყოველ წუთსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. დავემშვიდობები ჩვენ სტუმრებს. და დაგიბრუნდით ისევ, ძალიან საინტერესო იყო და ნუ არ იყო ადვილი ხა ისეთ თემებზე საუბარი, რომელზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის და სანამ ახლა შემდეგ თემას წარვადგენ, კიდევ ერთხელ ვიტყვი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ არიან ადამიანები, რომლებიც აი თუნდაც ბელორუსიაში ცხოვრობდნენ და რუსეთში ცხოვრობდნენ, რომლებიც მართლა ნატრულობენ თუნდაც შანსს, არა შედეგს და გარანტირებულ შედეგს, არამედ შანსს იმისათვის, რომ იქნებ რამე შეეცვალათ. ეს რაც შეეხება წინა ჩვენი საუბრის გამოძახილს და ასევე აი ამ ყველა პრობლემებთან ერთად ჩვენ ახლა საუბრობდით ქალბატონ თეა გოდოლაძეზე, რომელიც გახლავთ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი. ჩვენ გავიხსენეთ დილაშიც ყავდა ჩვენ სტუმრად და დაახლოებით 3-4 თვის წინ იყო ჩემთან შოუში სტუმრად და აი იქაც პირდაპირ ღიად მოიხსენებათ საუბრობდა ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში მისი პროფესიის მხრივ, თუ მეცნიერული კუთხით, თუ ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. ანუ ძალიან გამორჩეული იყო თავის გულწრფელობით, მოურიდებლობით და ასე შემდეგ. გასაგებია თუ რატო შეიძლება ბევრ ადამიანს ამოეთვალწუნა ის და რატო შეიძლება მას ემუქრებოდნენ. მოკლედ ისტორია ალბათ ბევრმა იცით უკვე, იმიტომ რომ ინტერნეტში ელვისებურად გავრცელდა ეს ინფორმაცია, ალბათ ქალბატონი თეა გოდოლაძე ქვეყანა უკვე დატოვებული აქვს, მასთან სულ ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით 1 საათით ადრე, თუ არ ვცდები, მთისამბე მათ ჩაწერა ინტერვიუ და იქ ისაუბრობდა, არც ეს ინტერვიუ არ არის ადვილი სანახავი, იმიტომ რომ ადამიანი ქვეყნიდან იძულებული გახდა წასულიყო, ალბათ ჩემი პირადი აზრით ძალიან ბევრი მუქარაც იყო, ასევე დაჭერით ემუქრებოდნენ და ასევე კიდე მნიშვნელოვანია, რომ მისი ყოფილი პარტნიორი უბრალოდ ამასთან ძალიან ფრთხილად მინდა ვისაუბრო, რაღაც არ შემეშალა. მომიჯობია ქალბატონმა თეამ ისაუბროს თვითონ ისაუბროს პრინციპში ამ მოგესალმებით. უბრალოდ მინდოდა რომ რაღაცა წინა სიტყვაობა გამეკეთებინა, მოგესალმებით ქალბატონო. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩაგვერთეთ და ჩვენთან ერთად. როგორ ხართ? კარგად ვარ, კარგად, თქვენ როგორ ხართ? მე წამოვედი დროებით ყოველთვის ამას ვიძახი, რომ მე არ შემიძლია ჩემი ქვეყნის გარეშე და
დროებით არის უბრალოდ ჩემი ფიზიკურ, ასე ვთქვათ, მოგეთმეთ ციხეშიც ვერ გავწევდი, სადაც ფიზიკური ჯანმრთელობა შერყეული მქონდა და შესაბამისად, აი ამ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, თორე ხა შემეძლო ვთქვათ, რომ მაგალითად როგორ გითხრათ, იცით, მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ არჩევანი მქონდა რა გამეკეთებინა, წავსულიყავი, იცით როგორ იყო, აი იმდენად ღიად და ნათლად ჩანდა უკვე მათი ქმედებებიდან სად მიდიოდა, საით მიყავდათ, იმიტომ რომ წაყენებული მაქვს სამიდან უკაცრავად გაგაწყვეტინებთ, მაინც ჩვენი მაყურებლისთვისაც ცოტა უფრო თანმიმდევრულად, აი თავიდან თქვენ კი ვიცით, ნახეთ თქვენი ინტერვიუ, მაგრამ ვისაც ნანახი არ აქვს, მოკლედ რომ მოყვეთ რა ისტორია გადაგხდათ თავს და რატომ მოგიწიოთ რომ წასულიყავით? ხო, კი ბატონო, მოყვები რომ 2022 წელს, როდესაც თავად ვიყავი სვერპლი, ჩემი ყოფილი პარტნიორისაგან ძალადობის, დავრეკე და ფაქტზე დააკავეს. და შემდეგ უკვე ძალიან ღია საბჭოთა კალებში კგბ-შნიკური მეთოდებით დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ მოქმედება, იმიტომ რომ რეალურად მათ აი არაფერი პროფესიული კუთხით ახლა ჩემთვის რა უნდა ეთქვათ, ან როგორ უნდა შემწინააღმდეგებოდნენ, ხომ? ან ჩემი პროფესიული კარიერა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ხომ არ შემოიფარგლება. შეიძლება არ მაღიაროს მაგალითად ირაკლი კობახიძემ და ბოროტი ადამიანი მიწოდოს, არ მაღიაროს შალვა პაპუაშვილმა და მათი თქვათ ესე იგი ცოდნა ჩემს დარგში და შემოსაზღვრულია რომ ფოთოლივით აიფაროს წინ რაღაც საეჭვო წარმომავლობისა და საეჭვო ასე ვთქვათ მიზნების ადამიანები ჩემს დარგში, რომ ცხადია ეხლა ვთქვათ, იმიტომ რომ ფულთან და ასე ვთქვათ გარიგებებთან იყავს ყველაფერი დაკავშირებული, მებრძოლო ნამით, მაგრამ ეხლა დიდ ვთქვათ დისკრედიტაციას ამ კუთხით ვერ შეძლებდნენ, ხო? ვერ შეძლეს, იმიტომ რომ მანამდეც იყო ამ ცდელობები უამრავი. აი შემდეგ უკვე დაიწყო კიდევ ერთხელ ვამბობ, საბჭოთა ბრჭყალებში კგბ-შნიკური მეთოდებით, ჩემი პირადი ცხოვრებით ბრძოლა ჩემთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხა ემოციურად რაც პროფესია, კიდევ პროფესიული თქვა აქტივობა აქვს სულ სხვა ხარ, მაგრამ შესაძაც როგორც ქალს გეხებიან და ფაქტობრივად აი ამოგიტრიალებენ ცხოვრებას, შენს ყველაზე ძალიან მოწყვლად ემოციურ პრობლემებთან დაკავშირებით, სულიერ სიტყვის ფიზიკურად არა, ეს გირტყამენ, ხო? აი ძალიან რთულია ეს. ნამდვილად. და დაიწყეს ფაქტობრივად ჩემი გატეხვა, ამიტომ რომ თქვენ ვერ წარმოიდგეთ რა სიფინძურები დამაბრალეს. იცი როგორ რაღაცა არის, ახლა უნდა დააბრალო ადამიანს ის რაც არ არის, ხომ? რომ ამით ებრძოლო ფაქტობრივად, ეს არის ყველაზე საშინელება და დაიწყო ეს, რომ თანდათან პირველი შემთხვევა, მეორე, მესამე და მივხვდი, რომ ეს უკვე არ არის ჩემი პირადი ცხოვრება, ან ჩემი პირადი ცხოვრებით ეს ხალხი აპირებს ჩემს დაჩოქებას, ხო? იმიტომ რომ ეს ადვოკატთა გუნდი, რომელიც ჩემმა პარტნიორმა აიყვანა, რატომღაც გამოჩნდნენ ესეთი ოდიოზური ფიგურები, ჩემთვის უკვე დაცნობი იყო, ხო? რაღაც ეჭვის თვალით დაუწყე ამ პროცესს ყურება. იგივე პროკურატურის თქვა დამოკიდებულება, რატომღაც ამ საქმეზე იცით რა არის, ბოდიშებს გიხდიან, მაიმე ქალბატონთია რა დაგემართა. ეს რა საშინელება აღმერთო ჩემო და ამ დროს უკვე გაიხედავ და მტკიცებულება დამაგრებული არ არის. აი ყველაფერი რაღაც რატომღაც ეს ყველაფერი მანქანა ჩემს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ხვდებით? და ეს იწყება 2022 წლიდან და აი ამ წნეხის ქვეშ ვიყავი თელი ამ ხლის განმავლობაში. ანუ ფაქტობრივად იქ სადაც დაზარალებული ვიყავი როგორც ქალი, მოატრიალეს და ორი კაცის ერთი არ მამყოფინეს და მამაშვილის ძალადობა დამაბრალეს, ესე იგი თვითონ მე ნუ ეხლა შეიძლება ხასიათი ესეთი მაქვს, თქვათ ემოციური ცავარ, თქვა ისეთი აქტიური ადამიანიც ვარ, მაგრამ ხა ფიზიკურად არაფერს შემაშია, ნამდვილად საერთოდ. ქალბატონთი რომ თქვათ აი რაზეც ეხლა მზია ამაღლობელი არის, ხო? სახეში. და მე ამართლა არ გამიფრთხია ხა სახეში. ცილა გავაწანი 17 წლის კაცს, ეტკინა და ამის გამო მუხრი მაქვს 3-დან 6 წლამდე. ფაქტობრივად რასაც გინდა იმას გააკეთო, მტკიცებულება არ არის. უბრალოდ
ბრალდებულის მამის გადასარჩენად მოდის შვილი და ამბობს, რომ აი, იცით რა არის? სახეში გამარტყა თეა. წარმოუდგენელი რაღაცეები იყო, აი ვერ წარმოგიდგენთ. თვითონ იცით თვითონ პოლიციელებსაც ეხლა რომ მივდიოდი სხენოდათ, იცი, აი რაღაცები, რასაც გრცხვენია, ახლა ზოგიერთმა ფიქრობთ, რომ შესაძლოა თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან იყოს კავშირში, თუ არ ვიცი, აი არის თქვათ რაიმე, რასაც უკავშირებთ, თუ შეიძლება უბრალოდ პირადი ანგარიშსა. არა, პროფესიული თქლა, ნახეთ როგორ არის პირველივე პროცესზე ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა გაბრაზებული იყო მითხრა, რომ შენ მე ჩამოგაშორებ შენ საქმიანობას. პირველივე პროცესზე იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ, ყველა იყო. შენ მე ჩამოგაშორებ. ეს იყო მიმართული, იმიტომ რომ როდესაც თქვენ გაქვთ აი ძალადობის მუხლით ხართ გასამართლებული, თქვენ არ შეგიძლიათ რაიმე თანამდებობის დაკავება საჯარო სამსახურში შეიძლება, მაგრამ საჯარო სამსახურში განათლების მე ხო განათლების სფეროს რა ქვია ვეკუთვნი და ქართული კანონით ეს არ შეიძლება. ანუ მე სტუდენტებთან შესაძლოა შენ მე აგიკრძალავ სტუდენტებთან ურთიერთობას. შენ მამას გაგიკეთებ და ეს მთელი მუხარები იყო, ხო? და როგორც კი ეს კი ფაქტორი რომ არასრულწლოვანზე ძალადობას მე დავებიან. და ეს უკვე ცხადი, რასაც აკეთებდნენ. ვთებით? დიახ, კი. და ჯერ ხო ბრალი ვერ წარმოგიდგენს, რომ მკითხებულება არ არის. მამა შვილის ნაბოდვარია და არა პირიქით არის, იმიტომ რომ პირიქით მოხდა ჩემზე ძალადობა. და ეკამაი პროფესია ახსენა, ანუ რა არის პირველადი მოტივი იმისი, რომ თქვათ თქვენი ასეთი ამ მდგომარეობამდე თქვათ მოყანა, ნუ რეალურად უკვე იმიტომ რომ ნახეთ ახლა მაგალითად კორუფციული სქემები ხო აი მაგას ვამბობ რა თქვენი პროფესია აი ნახეთ ეს არის ჯერ ქვეყნის უსაფრთხოება ძალიან ისეთი პირდაპირი ჯერესეთი მე ვერიდებ ხოლმე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თქვათ თემებს, მაგრამ აი პირველი მაინც საქმე ის არის ქვეყნის უსაფრთხოება. ხო? ჩემი დარგი ასეთია, ერთ-ერთი გამსაზღვრელი თქვათ ფაქტორი ამ დარგის არის, ეს არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, ხო? ზოგადად მანდა მაინც აუცილებელი ჩექმით შემოსვლა არ არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა. ხო? ეს არის სამშენებლო სექტორის აღება კანონმდებლობით. დებით? კი. ანუ მაგალითად იგივე აი პორტებს რო ამბობდნენ ხოლმე, თქვენ აგონიათ, ეს უზურპაცია ხდება, თქვათ, იგივე ანაკლის პორტზე როცა არის ლაპარაკი, იგივე თქვათ ჰესებზე როცა ლაპარაკია, იგივე თქვათ მაგალითად სამშენებლო სექტორზე როცა ლაპარაკია. ქვეყნის უზურპაცია ხდება და დამონება არა ჩექმით, არამედ კონკრეტული პროექტებით, ხელშეკრულებებით, რომლებიც სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არის დაკავშირებული. დიახ. თქვენ როდესაც გაქვთ ევროპული კანონმდებლობა ამ კუთხით და კომპანიებს ან მაგალითად თქვათ იგივე ინვესტორებს მოეთხოვებათ ევროპულ კაცად მოეთხოვებათ რომ ევროპულ თქვათ წესრიგს დაემქვეყნებარობ, ასეთ შემთხვევაში ამ მაფიური სტრუქტურების ბოგინის შესაძლებლობა ხდება ნაკლები. თორე ესაც ახერხებენ ხოლმე. აი მაგალითად ჩინურ კომპანიას ვეღარ შემოუშვებ. დიახ, გასაქცირებულ კომპანიას, ხდებით? გასაგები, კი. ინო ეს ვერ შემოვა შავი კომპანია, ჩვენი კომპანია, უნდა დაექვემდებაროს ევროპულ წესრიგს, ევროპული კუთხით სამშენებლო სისტემას. და აქ თავი და თავი არის სეისმური მონაცემები ხოლმე და გეოლოგიური მონაცემები. თქვენ კონკრეტულ გეოლოგიურ და სეისმურ, თქვათ, ან გეოტექნიკურ წესრიგს თუ არ დაემორჩილეთ როგორც კომპანია, თქვენ საერთოდ მშენებლობასაც ვერ შეცვლეთ. ეს არის ევროპა. ეს არის ამერიკული წესრიგი. არავინ აღარ აგაშენებინებთ მაგალითად მდინარის ჭალაში სახლს. ხო? კანონი გექნება ჩაწერილი, რომელსაც ვერ უარყოფს ის. და ეხლა არის აბსოლუტური ვაკხანალია, სასამართლოს არ გავს ამ კუთხით და ხედავთ მერია საერთოდ როგორ არის იცით სრული ვაკხანალია ჩამოაყალიბა. სრული მაფიოზური სტრუქტურა გახდა. ვერაფერს ვერ გავხდით. რამდენიმე სასამართლო პროცესი მაქვს მერიაში. უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. თავისივე მიღებულ კანონებს უსვავენ წითელ ხაზს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას. ყველაფერი იცის იქ. და ვინ ამბობდა ამაზე ღიად, ვინ ლაპარაკობდა, ან რატომ ლაპარაკობდნენ? ეს წვრილი კომპანიები ყველა აი ამ ბინძური სისტემის ნაწილი ხდება, იმიტომ რომ ფულზეა ლაპარაკი. თქვენ სიტყვით კი არა, ფინანსურად გიმონებენ.
კი, ნამდვილად ეს პრობლემები ნამდვილად გვაქვს. აი რიკოთი რო აიღოთ, ხო? აი რიკოთიც რო აიღოთ, რატომ უნდა გაეკეთებინა ჩინურ კომპანიას რიკოთი რატომ უნდა აეშენებინა? ეს არის გეოლოგიურად და ტექტონიკურად ურთულესი რეგიონი, რომელსაც ძალიან კვალიფიციური სამშენებლო კომპანია უნდა აშენებდეს და ვიხილეთ კომპანიები, რომლებსაც გეოლოგიური მონაცემის კითხვა არ შეუძლიათ. აი ესეთ ხალხზე იყო ლაპარაკი. ძალიან დიდ კორუფციაზე იყო იქ ლაპარაკი. ხო? აი ქართველებიც ჭამდნენ, ესე კი არა? კი ბატონო. ქალბატონო თეა, ან მანამდე თუ იყო აი პირადად თქვენთან თუ ქონია ვინმეს კონტაქტი და საუბარი, რას გულისხმობ, იცით რომ ეხა სანამ ადამიანის მაგალითად ან შევიწროებას და დევნას დაიწყებ, ესეც გარკვეულწილად არის სხვადასხვა შემთხვევები, მაგრამ არის ისიც აპრობირებული მეთოდი, რომ ჯერ სხვანაირად ეცადო ამ ადამიანის თქვათ ესე ჭალებში მორჯულება. ნუ ერთ-ერთი გზავნილი იყო, რომ როდესაც კითხეს რომ რატო უკეთებთ ამას, ანუ ფაქტობრივად ცოცხალი იყო და ამ ხალხს ვერ მივუდექით. აი ხო, ეგ მაინტერესებდა. ანუ ცდელობა აი ეგ ფრაზა იყო, ძალიან რთული ქალია, ვერ მივუდექით. აი მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომლები რაღაცნაირი ქალია, ვერ დაელაპარაკები. აუ ეს ვინ არის? თან ეს თანამშრომლები ვინ ეს ერთუჯრედიანი რაღაც კასტა, ხო? ვერ დაალაგეს. თანამდებობებზე მომხტარი ერთუჯრედიანი კასტა, ჯაყუების კასტა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ასია. იმიტომ რომ მე თანამშრომლობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ესე ხო არ იყო, თანამშრომლობის უშუალო საბჭოსთან ყველასთან პროფესია მაქვს ასეთი. ეს ხალხი ვისანაც თანამშრომლებთან მართლაც კარგი ადამიანები იყვნენ და პროფესიონალები თავის საქმეს აღარავინ აღარ შემორჩა სტრუქტურებში. აღარავინ აღარ. ნამდვილად აქ არიან ძღოლებად წამოსული ხალხი. ნამდვილად აქ არიან ძღოლებად წამოსული. კი, ნამდვილად ხალხი, რომელსაც ატრეინინგებდა ევროპა, ამერიკა, იგივე მაშველები, იგივე სამშველო, თქვათ, ორგანიზაციები, იგივე თქვათ, კატასტროფის რეაგირების კუთხით, თქვათ, უსაფრთხოების კუთხით დატრეინინგებული ხალხი ამერიკელების და ევროპელების მიერ. მთელი ეს რა ქვია, სამშველო სისტემა, როგორ გონიათ, ამერიკული ინვესტიცია თავიდან ბოლომდე წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. მაგრამ ნახეთ, მარტო აბჯარი, თქვათ, იგივე მანქანა ხომ არაფერს არშორის, თავარი კადრია, რომელსაც ზრდით და კადრი, რომელსაც თაობამდე ცოდნას გადასცემს. ეს კადრი აღარ არის, აღარ რჩება ქვეყანაში, ყველა მოდის. დიახ, ძალიან რთულია. სწორედ ქალბატონო, სწორედ ამისთვის ვიბრძვით დღეს ჩვენ, რომ შევცვალოთ ეს სისტემა, შევცვალოთ ეს ძალადობრივი კორუფციული სისტემა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს. მე უბრალოდ მაინც თქვენს თემას რომ დავუბუნოთ, ანუ რეალურად ეხლა მე რასაც გისმენთ, ანუ რა გამოდის, რომ რეალურად განხორციელდა თქვენი დევნა, თქვენი პირადი ცხოვრების მანიპულირების გზით, ანუ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც ნამდვილად ძალიან მძიმე და რთული რამეა და იცით რა არის, მე ხო პირადი საკითხი ხარ, ცდილობდი რომ ელაპარაკა, ცდილობდი რომ გულღიად გულწრფელად მელაპარაკა ყველაფერზე, საქმეში რომ ჩაიხედოთ, მართლა იცით რა, სხვის საქმეში ეს რომ ჩამეხედა ხალხ, ფიქრობ ხოლმე რომ მე ხوار მეჩვენება, იმიტომ რომ ჩემ დასხდება ეს და სუბიექტური ხომ არა, ხანდახან ფიქრობ, მაგრამ გელამ თილიშვილმა წაიკითხა თავიდან ბოლომდე. ყველაფერი, განაჩენები, საქმე, იმიტომ იურისტია განათლებით გელა. წაიკითხა ყველაფერი და მე მოვიდა ჩემთან და შენ რა დღეში ყოფილხარ, ანუ ცდილობდი რომ ეს არ შემემჩნია, მაგრამ მართლა ძალიან ძიმედ მიყეს. იხტიბარი მაინც არ გავიტეხე, უბრალოდ ეხლა რადგანაც ისეთი სიგნალი მოვიდა, როდესაც შემზე მოძალადე გაამართლა ვინმე გუნცაძემ, შორენა გუნცაძემ, რომ ეს ხო კრეფციტის სახელია ქართული სასამართლო დღეს, ხო? ხო მნიშვნელობა აღარ არის ვინც ის იმ სკამში, იმიტომ რომ მაინც პირამიდული მართლობა, მაინც ვიღაცა დაურეკავს და რაღაცას ეთქვის და გააკეთეო, ხო? ხო და ამიტომ ახლა შორენა გუნცაძის განაჩენი რომ წაიკითხა მიხვდები რომ ეს საბავშვო ბაღის მოსწავლე აი საბავშვო ვერ წარმოიდგენთ როგორი არაპროფესიონალიზმია ხო და აი წაიკითხა გელამ და წარმოუდგენელი რაღაც ხდება ფაქტობრივად მტკიცებულებებზე არის უარი აი ასეთი ჩემ ადვოკატმაც თქვა რომ ეგეთი განაჩენიო რა ვიცი ჩემი კარიერის მანძილზე საერთოდ არ მინახავს ვერ წარმოიდგენთ როგორი ან ბეცია და არაპროფესიონალია შორენა გუნცაძე ან რა თქმა უნდა ასრულებს დავალებას. და თუ არიან ისეთი ანუ თქვენ თუ
გააქვთ ასევე თუნდაც თქვენი პროფესიაში ან თქვენი პროფესიის მიღმა თქვენ სანაცნობოში ისეთი ადამიანები, უფრო ალბათ პროფესიის კუთხით ვკითხულობ, ვინც ასევე კიდე სხვანაირად ეცადნენ შეევიწროვათ, თქვათ, ან უი, რას ამბობთ? ნამოხვანზე მაგალითად გეოფიზიკის ინსტიტუტში, ეგ გეოფიზიკის ინსტიტუტში არიან ადამიანები, არც არასოდეს არ მithქვამს ეს, აი სახელი და გვარიც არ მithქვამს და ასე შემდეგ. ეს არის ბავშვობიდან აი ეს დედინაცვლის შვილები რომ გადაგეკიდებიან ხოლმე თუ როგორ არის ეს ზღაპრებში რო არის ხოლმე ხო როგორ თქვა ხესე არ მინდა გამომივიდეს და ეს პირადი თქვათ შუღლი და ასე შემდეგ და ეს იმდენად უკვე აი ობსესიურ ჭრილში გადავიდა რომ ფაქტობრივად არასოდეს არ მილავ მე მცხვენია მაგალითად პასუხი გავცე ასეთ რამეს სამარცხვინოა და ნუ ეს საზღვარს უკვე ყველა საზღვარს გადავიდნენ ეხლა რა ვიცი რაც წამოვედით იქედან 20 წელიწადია ორ კვირაში ერთხელ გეოფიზიკის ინსტიტუტიდან პასკვილი მიდის გენდა განათლების სამინისტროში გინდა ამერიკელებთან და ასე შემდეგ რატომ არის გოდოლაძე წარმატებული რატომ არის სეისმური მონიტორინგის ერთ წარმატებული, რატო არის ზურაბ ჯავახიშვილი წარმატებული. ზუსტად ამიტომ წამოვედით იქედან 20 წლის წინ, რომ ფაქტობრივად როგორც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს არ გვახარებდნენ. წამოვედით მაგითო. ჩვენი გუნდი და შევქმნით აბსოლუტურად ესეთი განსხვავებული ევროპული სტრუქტურა, ამერიკული სტრუქტურა, რომელიც მართლაც ახლა რა ვთქვა ახლა, არ ვთქვა წარმატებული. ძალიან საკმაოდ წარმატებულნი ვართ. და ეს აღიარება ძალიან მიხარია ჩვენი საერთაშორისო კოლეგებისგან. და ნუ ახლა მანამდეც იყო თქვათ იმ ნამოხვანთან დაკავშირებით ფაქტობრივად დავით მირცხულავამ და ეკონომიკის სამინისტრომ აიფარა გეოფიზიკის ინსტიტუტი და მისი თანამშრომლები სამწუხაროდ როგორც ფოთოლი აი ესე ვაიფარებ და ფაქტობრივად აი რაღაც უსუსური არგუმენტებით დაიწყეს უკვე პროკურატურაში სირბილი, ჩემი გაშავების პოლიტიკა, იქ რამდენიმე პროცესი თქვათ იგივე ჟურნალისტურ ქარტიაში მოვიგე, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ესე წამცილის წამებაზე იყო ლაპარაკი. ხა ჩემზე პრობლემა არ არის, მაგრამ უკვე აქ დაარტყეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ენერგიის დეპარტამენტს, რომელიც მართავდა და გვეხმარებოდა თქვათ იგივე აი ამ პროექტებს, რომელთა დაფინანსებითაც ეს პროექტები განხორციელდა, რომ თითქოს რაღაცებს მალავდით და ასე შემდეგ და რაღაც სისულელეები აბსოლუტურად. ეხლა რატო არის ესეთი ეხლა ჩვენთვის ეს ვინც ჩვენს პროფესიაშია ხდება რომ სისულელეა, მაგრამ ეხლა ნახეთ თქვენ რომ გითხრათ, ეხლა წამდგენ გოდოლაძე კატალოგს არ მაძლევს. ხომ? აი მონაცემებს არ ხსნის, გოდოლაძე არ ხსნის. ეს ხომ რაღაც ესეთი მესიჯია გაშვებული, აი მართლა არ ხსნის, მართლა ესე არის და ყველაფერი ღიაა. ხო, შეგიძლიათ ამის შემოწმება, მაგრამ ეხლა საერთაშორისო სტანდარტებია, მე ვემორჩილები ამ კუთხით საერთაშორისო სტანდარტს, ამიტომ ყველაფერი ღიაა. მაგრამ ეხლა როცა ადამიანს მიზანი აქვს, რომ შენ დისკრედიტაცია მოახდინოს, როცა თქვათ სახელმწიფოს მიზანი აქვს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს, ხო? შენი. დიახ. აქ უკვე ცხადია, ხომ, ყველაფერი. ახლა დავით მირცხულავა სადაც წაიყვანდა პროცესი, იქ რომ კარგად არ იქნებოდა საქმე, ცხადია, ხო? აიყვანეს. დავით მირცხულავა მანამდე ჩემთან მოვიდა. ანუ მე შენ მითხარიო რა უნდა გავაკეთო, მე კარგად გავაკეთებ, ამიტომ რომ მეუბნებოდი რომ ნამოხვანი იყო პრობლემა, ნამოხვანი იყო საშინელება, თქვათ ჩვენი კუთხით, ხო? ნამდვილად. და ეხლა რო ვერ მომიდგა იმიტომ რომ ჩემი კარიერა ხა რატომ ვარ აქ ეხა წარმოიდგინეთ ხო შეძლო ამიკის შეფლტადებსაც ჩემთვის ხელი ეკრა ხო ჩემი კარიერა დავით მირცხულავათი არც იც დაწყებულა არც დამთავრდება არც პაპუაშვილიც დაწყებულა და დამთავრდება არც კობახიცით და არც ჩემი ქვეყანა დამთავრდება ასე პაპუაშვილით ან კობახიცით აუცილებლად თამაში ნამდვილად გეთანხმებით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ სამწუხაროდ ჩვენი ეთერი დასასრულს უახლოვდება ბოდიში ბევრი ხომ არ ვილაპარაკებთ გისურვებთ წარმატებას აუცილებლად და მშვიდად აუცილებლად და მშვიდად სამართლიანობის პოვნას რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის დღეს, რომ დღეს სამართალი ყველა ადამიანმა უნდა მოძებნოს ეს. აუცილებლად ვიპოვით, აი კიდე რაღაც მეტყვი, არ იფიქროთ ხალხნო, რომ მე ან ჩემმა ხალხმა არ უნდა იფიქროს, იმიტომ რომ უარ მიწერს, მეფერება, მესიჯებით, ხა ჩემთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია. არ მიმიტოვები ხართ, აი ყველა ქართველს მინდა რომ ვუთხრა, რომ მარც არ მიმიტოვებ, რომ ფიზიკურად ჩემი ციხეში ყოფნა არც ქვეყანას წაადგებოდა და არც საქმეს. ასე გადაწყვიტეს ჩემ ამერიკელებმა კოლეგებმა, ჩემ ქართველმა კოლეგებმა, რომ რაღაცნაირად ეს საქმე უნდა გაგრძელებულიყო. ამიტომ 24 საათი ხაზზე ვარ, ვმუშაობ, ქართულ პროექტებზე ვმუშაობ.
აქტიურად ავარ, ეხლა როგორც არის თქვენთან ავარ, უბრალოდ ფიზიკურად ვარ აქ, იმიტომ რომ არ დამიჭირო. და ციხეში არ ჩამსვანდი, იმიტომ რომ ეხლა მზია ამაღლობელის თქვათ რომ ვუყურებ, რაც ხდება, ეხლა ჩემთვის არის ვაიგივებ მასთან, იმიტომ რომ ამ ნაძირლებს ქალები არ უყვართ ამ ქვეყანაში. კი, ამაში გეთანხმებით, ნამდვილად გეთანხმებით და ეშინიათ ქალებს. და ქალი თუ ხმას იღებს, ეშინიათ, იმიტომ რომ თავად არაკაცია. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებას გისურვებთ რომ მალე დაბრუნდეთ. მადლობა ხალხო, მაგრამ იყავით და რაც შემიძლია აქავა. მუშაობ 24 საათი ღონ, ეს დილა იწყება ხოლმე, მუშაობ. ეხლა და ძალიან მივლიან ამერიკელები და ძალიან მადლობელი ვარ. ძალიან გვიხარია, დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით, თეა. კარგად იყავით. ნახვამდის და ხო, არ ვიცი, ჩვენი გადაცემის დასასრულს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ყველას განურჩევლად სქესისა, თუ პოლიტიკური გემოვნებისა, თუ მიკუთვნებულობისა, ყველას ჭირდება სამართალის პოვნა და დაე, ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იქნება, რომ დაე ძალიან მალე ყველა ქართველს სამართალმა მოგვაკითხოს და სამართალმა პური ჭამოს და მე ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. დღეისათვის დაგემშვიდობებით იმის ძალიან დიდი იმედით, რომ შემდეგი ეთერი ჩვეულებრივ რუტინულად იქნება ეთერში. და იმედია, რომ ზეგ 4 შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. აბა დროებით.